მოგესალმებით ბატონო ბიძინა, უპირველეს ყოვლისა ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ ინტერვიუსთვის. ამ ძალიან დაძაბულ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი იყო შიდა ქართლის მოსახლეობისთვის იმ კითხვებზე პასუხები, რომელიც მერწმუნედ შიდა ქართლის მოსახლეობას თქვენთან მართლა აქვს. პირველ კითხვას დავიწყებ იმით, რაც მოხდა, რამაც მე გზაში მომისწრო და ინფორმაციას თქვენ ფლობთ ჩემზე მეც, მე მინდა მაყურებელს შევახსენო, რომ ზუსტად კარალეთის ფაქტების დროს მოვდივოდი მე თბილისში. და მოგვიწია იმ დროს შეხვედრა, როდესაც თქვენ უფრო მეტი ინფორმაცია გაქვთ. იქნებ შეაფასოთ მთელი კვირის განმავლობაში რა ხდებოდა შიდა ქართლში. თქვენ როგორ ხედავთ ამ პრობლემას? კი ბატონო, მოგახსენებთ. სანამ თქვენს კითხვას უპასუხებდი, მე მივესალმები თქვენს ტელემაყურებლებს. თქვენ შიდა ქართლი გიყურებთ და ყველაზე მეც გიყურებთ. საერთოდ რამდენადაც ჩვენ გორში გვაქვს აქცია დაგეგმილი 15-ში, მინდა ქართლს და ქართველებს განსაკუთრებით მივესალმო დღეს. პატარა ექსკურსს გავაკეთებ. საქართველოს მოგეხსენებათ მრავალფეროვანია ძალიან და ამით ჩვენ ვამაყობთ ქართველები თითოეული კუთხე-კუნჭული თვალი აი მოზაიკურ ერთიანობაში ძვირფასი თვალია თითოეული კუთხე-კუნჭული მოზაიკურ ერთიანობაში რომელსაც საქართველოს ქვია ყველა კუთხეს აქვს თავისებური ხიბლი და კოლორიტი და ამით ვარ ჩვენ დიდრები და ამით ვამაყობთ კიდევ გამიმეორებ მაგრამ ქართლი მაინც განსაკუთრებულია ამ ჩვენი საქართველოსთვის რამდენადაც ის არის ყველა კუთხე-კუნჭულის შემკრებით უგნებავთ გამაერთიანებელი და ტყუილად ქართლს საქართველოს გულსაც არ უწოდებენ და სიტყვაც საქართველოს ქართლიდან მოდის. ამიტომ მე განსაკუთრებით მინდა მივესალმო დღეს თქვენს ტელემაყურებლებს და დასაწყისშივე მინდა სანამ თქვენს კითხვას უპასუხებდე მოუწოდე რომ ის რაც ხდება, რაც მოხდა კარალეთში და რაც ხდება ზოგადად და როგორ უძალიანდება ჩვენ შეკრებას მოძალადი ხელისუფლება, მე ვიცი როგორი ხალხია ქართველები, მებრძოლი ხალხი, ჯიუტი ხალხი თუ გნებავთ, თქვენ აუცილებლად უნდა მოვიდეთ, აუცილებლად უნდა გავერთიანდეთ და აუცილებლად უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ძლიერი მუხტი და ჩვენი ძლიერი ძალა და შევახსენო კიდევ ერთხელ ჩვენი ძირითადი ლოზუნგი დროს რომ ძალა ერთობაშია და მე ვიცი რომ ქართველები ძალიან ბევრი მოვლენ და აუცილებლად ჩვენ ძალიან კარგი შეკრება გვექნება. თქვენს კითხვას რომ კონკრეტულად უპასუხო. კარალეთში გახურდა ესე რომ ვთქვათ ხელისუფლების ძალადობა ამ დღეებში რაც ჩვენმა გუნდისევრებმა დაიწყეს მოძრაობა ქართლის რეგიონში ყველა დღე ხდებოდა ექსესები ყველა სოფელსა და ყველა კუთხეში ხდებოდა წინააღმდეგობები უბადრო კი რა თქმა უნდა და მსგავსი ამისა რაც დღეს მოხდა კარალეთში რო ქვები დაუშინეს იგინებიან რამდენიმე ზონდერი ამ სიტყვისმარება ძალიან არ მიყვარს და შეურაცხყოფელია და არც შეურაცხყოფაც არ მინდა მივაყენო მათ ვინც ამ როლს დღეს ასრულებს მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა და სააკაშვილის იდეოლოგიაზე აგებული პოლიტიკით მოახერხეს ასეთი დონით ხალხის გადაგვარება. ძირითადი მოწინააღმდეგები ვინც არიან და ვინც გახლავენ ამ დღეებში და ვინც ახერხებენ ჩვენ აქტივისტებს ხელი შეუშალონ მოსახლეობის მობილიზებაში და აგიტირებაში ძირითადად გახლავენ ხელისუფლების წარმომადგენლები და თანამშრომლები და ერთი და იგივე ხალხი დაყვება მათ სოფლებში ეს კადრებზე დაფიქსირებულია იქ ან მინისტრის ნათესავები არიან ან გამგებლის ან სხვა თანამშრომლების რომელიც პოლიციასთან პირდაპირ კავშირში მოდიან აი ესეთი ხელისუფლება ხوار ჩვენ დღეს მაგრამ მათ ავიწყდებათ ვინ არიან ქართველები როგორი მებრძოლი ხალხი ვართ ჩვენ და როგორი გმირი ხალხი ვართ და ქართველებს ვერავინ ვერ გააგვირებს ბრძოლის ჟინით ამიტომ მე მგონი რომ საკუთარ პრობლემებს იღრმავებს ჩვენი ხელისუფლება და ჩვენ ამას პასუხს გავცემთ მხოლოდ ჩვენი ერთიანი ძალით და კიდევ მინდა გავიმეორო რომ ჩვენი ძალა დღეს ერთობაშია უნდა ვნახოთ მობილიზება და როგორი მობილიზაცია შეგვიძლია ქართველებს ამას კარგად ვაჩვენებთ ჩვენ დამეწმებით ალბათ რომ ჟურნალისტებისთვის ძალიან ცუდი სამუშაოა თქვენთან ურთიერთობა პოლიტიკოსებთან ერთი ელემენტარული მიზეზის გამო ჩვენ არ გვიწევს დებატის რეჟიმში საუბარი. აი ამიტომ ახლა მე ვეცდები მე თვითონ არგუმენტებზე მოგიწევთ პასუხის გაცემა რომელსაც ხელისუფლება რაშიც ხელისუფლება გდებთ ბრალს ანუ კითხვები რასაც ვსამენ ის ადამიანები რომელსაც თქვენ ბრძანებთ რომ ზონდერების სიტყვა რომელიც თქვენ ბრძანებთ მე თვითონაც არ მიყვარს მაგრამ ის ადამიანები რასაც კითხულობენ გავცეთ პასუხები ამ კითხვებს. მე დავიწყოთ ომიდან რა იყო ჩვენი ომი, რა შედეგებით დასრულდა ამაზე დავიწყოთ საუბარი და გამოსავალი რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იმ ადამიანებს აწუხებთ მერწმუნეთ მე იმ რეგიონიდან ვარ და კარგად ვიცი იმ რეგიონის პრობლემები. კიდევ ეს დაგეხმარებით რომ გაღრმავდეს თქვენ და კრიტიკული იყოს თქვენი გადაცემები მე როდესაც ვიყავი ქართლში და მერეთში მოხდარი ამბები თქვენ იცით იქაც ხელისუფლების ხარდამჭერები მე მადანაშაულებდნენ თუ სად ვიყავი ამ დროს ომის დროს და რას ვაკეთებდი ესე შემდგომ და ეს ომიც გავაანალიზოთ რაზეც მუდამ აპელირებენ და ისე წარმოაჩენენ ამას რომ თითქოს საქართველოს ქართველი ხალხი და პირადად მე ვარ დამნაშავე რაც მოხდა მაშინ და რატომღაც
ასეთ აქცენტებს აკეთებენ. და სხვათა შორის ხელისუფლება ახერხებს დღეს და ყველაზე მძიმე შეცდომა რაც დაუშვა ხელისუფლებამ აგვისტოში მას პლუსად ითვლის ისლამის არის და სხვებსა დანაშაულებს. და მუდამ მებრალდებიან რომ თითქოს მე მქონდა გამონათქვამი იმისა რომ საქართველოს დაიწყო ომი და ამის მსგავსი მე არ მithქვამს რომ საქართველოს დაიწყო ომი. საქართველოს ომს ვერ დაიწყებდა ერთი მიზეზით თუ გნებავთ რომ ეს საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა და იმას რომ მე სააკაშვილს ვადანაშაულებ უგუნურ ქცევებში და გაუაზრებელ მოქმედებებში ეს გადაიტანეს თითქოს საქართველოს ვადანაშაულებ. ჯერ საქართველოს ომს ვერ დაიწყებდა ომი საქართველოს ტერიტორიებზე იყო რამდენადაც და მე არასდროს მე სიტყვა საქართველოს ომი დაიწყო არ მიხსენებია და არ ვერც ვახსენებ და არც ვახსენებ ამას მე ვადანაშაულებ ერთ კაცს და მის იდეოლოგიას ეს გახლავთ სააკაშვილი რომელიც მოიქცნა უსუსურად და უგუნურად იმ პროცესებში რომელიც განვითარდა აგვისტოში. გასაგებია როგორც დაიწყო ეს პროცესები, საიდან ისროდნენ ყველამ კარგად ვიცით, რაც უნდა გაეკეთებია ამ კაცს ამ დროს იყო ერთადერთი სწორი გზა. უნდა მოეყვანა დამკვირვებლები ევროპიდან, ამერიკიდან, ჩაერთო მონიტორინგი, იქ საკმარისი იქნებოდა მოსახლეობიდან 10-20, ნუ მაქსიმუმ 100 ოჯახის გამოყვანა და ეს პროცესები შესაძლებელი აბსოლუტურად მშვიდობიანად დარეგულირებულიყო. ამის სანაცვლოდ ჩვენმა პრეზიდენტმა მოახერხა 100 ამ თვითმფრინავები თუ ვერტალიოტები ჰაერში და ტანკები გამოიყვანა და მივიღეთ ის რაც მივიღეთ. ვერ გაიაზრა, ვერ დაგეგმა და სწორედ არ იმოქმედა და მივიღეთ ეს შედეგი, რაც შეეხება ომს. ჩემი დამოკიდებულება, რასაც მე იქ მეძიებიან და მეკითხებიან, სად ვიყავი ამ დროს და როგორ ვიყავი და შვილსაც გარნახობდნენ სად იყო ჩემი შვილი 16 წლის იყო მაშინ და ჩემთან ერთად იყო. მე ვფიქრობ რომ მე ეს პოზიცია მეჭირა რაც ყველა ქართველს და თუ საჭირო იქნებოდა მეც კი ჩავდგებოდი ამის აუცილებლობა რომ ყოფილიყო, მაგრამ ისე განვითარდა ეს ისიც როგორც განვითარდა დაუგეგმავად გაუაზრებლად გააკეთა ერთმა კაცმა და როდესაც მე მას ვადანაშაულობ მის უგუნურ ქმედებებში ეს გადააქვთ და ამბობენ ესე რომ მე ვადანაშაულებ საქართველოს ღმერთმა დამიფაროს. საქართველოს მსხვერპლი იყო მისი უგუნური ქმედებებისა და ძალიან ბევრი ოჯახი და ოჯახის შვილი დაიღუპა, დაობლდა და ესე შემდგომ ეს იყო მხოლოდ ამ კაცის გავაზრებული. შეიძლებოდა ამ ომის თავიდან აცილება. მე დარწმუნებული ვარ რომ შესაძლებელია. როგორ შეიძლებოდა? მუდამ მეუბნებოდი. არის ხოლმე საუბარი გაბატიეთ მე დავსვამ კითხვას. რომ ძალიან ბევრი წლის განმავლობაში და ამაში და ქართლის მოსახლეობა ცალსაღად დამეთანხმება, იბომბებოდა ვიტყუები ახლა მე. იყო სროლები, გაუთავებელი იყო ომი რომელიც როდისღაც დაიწყო. და შეუძლებელი იყო ხელისუფლება აპელირებს ხშირად ამას რომ საპასუხო ქმედება არ ჩაედინა ხელისუფლებას. ამ პასუხის შედეგად მივიღეთ შედეგი რაც მივიღეთ, მაგრამ შედეგამდე შეიძლებოდა თუ არა თავიდან აგვეცინებლებინა ომი? მოგეხსენებთ. დავიწყოთ იქედან, როდესაც სააკაშვილის რიტორიკით და მხოლოდ რიტორიკაზე დაყრდნობით მოხერხდა და დაიკეტა ქართული პროდუქციისთვის რუსული საზღვარი, რუსეთის საზღვარი. არაფერი ცივი ომი დაიწყო მხოლოდ სააკაშვილის არადიპლომატიური გამონათქვამების ხარჯზე. გასაგებია, ჩვენი ოპონენტები და დღევანდელი ხელისუფლების იდეოლოგები მუდამ ააკეთებენ მახვილს იმაზე, რომ რუსეთს ჰქონდა ამის სურვილი. კი ბატონო, რუსეთს ჰქონდა ამის სურვილი და მეც ვიზიარებ ამას, რომ რუსეთს გააჩნდა სურვილი მსგავსი ქმედებების. მაგრამ ჩვენ რუსეთს და ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებსაც უნდა მოვთხოვოთ, რა თქმა უნდა, პასუხი და მოსათხოვნია და ჩვენ ამაზე რეაქციებს ვაკეთებთ და დღესაც ოკუპირებულ ტერიტორიებად ვაცხადებთ ისაც განვითარდა აგვისტოში, მაგრამ თავარი უნდა მოვთხოვოთ ჩვენს თავს და ჩვენს ხელისუფლებას და უბრუნდებით თქვენს კითხვას. იყო კი შესაძლებელი ამ ომის თავიდან აცილება. მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელი იყო. სამშვიდობო პროცესები, რომელიც ვითარდებოდა აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის, ეგრეთ წოდებული არის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე, ჩვენ შეგვეძლო არა თუ დაგვეკონსერვებინა და იმ მდგომარეობაში მაინც შეგვენახა, რომელიც მიიღო დღევანდელმა მთავრობამ, არამედ მე ვთვლი, რომ მისი გაუმჯობესებაც იყო შესაძლებელი. სამაგიეროდ ჩვენ მივიღეთ დღეს რეალურად ოკუპირებული ტერიტორიები. რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ, სწორი ქმედებით, გააზრებული ქმედებებით შესაძლებელი იყო ამ ომის თავიდან აცილება. ამისთვის საკმარისი იყო ის როლები, რომელსაც თქვენ აფიქსირებთ და მეკითხებით, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა იქ გრადი ქართული სიტყვაც არ ვიცი, ამ დანადგარებიდან ისროდნენ გაუკვირველი ფორმირებები, გარიყო გამოკვეთილი რომ ეს იყო რუსული ოფიციალური ჯარის წარმომადგენლები, საკმარისი იყო ჩემი აზრით ძალიან სწრაფად იმის ნაცვლად რომ როგორ იმუქრებოდა სააკაშვილი და საპასუხოდ როგორ ემზადებოდა ომის წინადღეებში, კარგად დავაფიქსირეთ ჩვენ ეს. საინფორმაციო მინისტრად. დიახ, ამის სანაცვლოდ მას სწრაფად უნდა მოეხერხებინა და მოეწვია დამკვირვებლები და გამოეყვანა რამდენიმე ოჯახი გაეცილებინა რომ მსხვერპლი არ ყოფილიყო. არც ერთ შემთხვევაში არ იყო გამართლებული, როდესაც მან დაქოქა ტანკები, გამოიყვანა ვერტალიოტები და ასეა თვითმფრინავები და აი ამას მოყვა რუსეთის მხრიდან
ჭარბი ძალის, რაც გაუმართლებელი აბსოლუტურად, დიდი აგრესია მოყვა რუსეთის მხრიდან და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ჩვენი ხელისუფალი იყო ვალდებული. არათუ შესაძლებელი სავალდებულო იყო, რომ მას ეს თავიდან უნდა აეცილებინა. ამის სანაცვლოდ მან უამრავი სისულელები ჩაიდინა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. თქვენ მეტნაკლებად გქონიათ ურთიერთობა, მე არ ვიცი სააკაშვილთან ამდენად, მაგრამ ვიცი რომ ურთიერთობა გქონდათ ხელისუფლებასთან. სააკაშვილთან მე ძალიან მაინტერესებს, თქვენ როგორ ფიქრობთ, თქვენ უფლება გაქვთ ამ კითხვაზე არ მიპასუხოთ, მაგრამ მე მაინტერესებს როგორ ფიქრობთ, რა მოლოდინი ჰქონდა სააკაშვილს? იცოდა რომ ამ შედეგით დამთავრდებოდა? სოთაშორის თუ უნდოდა რომ ქვეყანა გაერთიანებინა და აი ამიტომ წავიდა დაუშვათ ამ ნაბიჯს. სოთაშორის მე მუდამ ვაკეთებ, პირველი დღიდან ანალიზს ვაკეთებ და დღემდე შეიძლება ბოლომდე არ მაქვს ამოხსნილი, მაგრამ მაინც მოგახერხებთ სოთაშორის პირველად გავიმეორებ ჩემებურ ანალიზს. როგორ წარმომიდგენია მე როგორ მოხდა და როგორ განვითარდა. პირველი და მთავარი და გადამწყვეტი რაც იყო ის რომ სააკაშვილს ჰქონდა სერიოზული პრობლემები ოპოზიციასთან და მას ის განიცდიდა ძალიან დიდ შიშს და სწორედ მომართულმა ოპოზიციამ ის მას რომელიც მას მუდმივად ახსენებდა რომ სექტემბერში მას კატასტროფა მოელოდა რომ იქნებოდა დიდი გამოსვლები საქართველოში და სექტემბერს თუ ოქტომბერს ახსენებდნენ ოპოზიციის ლიდერები ეს ზაბავდა მაქსიმალურად სააკაშვილს და მე მგონი პირველი მზაობა და ამისთან თავის არიდება უნდოდა და მოხერხება როგორმე მოეხერხებინა რომ სავარძელი შეენარჩუნებინა და აქ ხედავდა გამოსავალს. თუმცა ოდესღაც მსგავს გამოსავალზე მე მას უარი ვათქმევინე და უთხარი რომ ეს იქნებოდა ყველაზე უარესი რაც შეიძლება და მომხდარიყო საქართველოს ისტორიაში. ამის გარდა, ჩემი აზრით, სწორედ იმუშავა რუსულმა დაზვერვამ, მე ვამატებ და პირველად ვაცხადებ სხვათა შორის თქვენი ტელევიზიით, მე მგონი რომ მას სათღვარები გადმოუგდეს და რაღაცებს პირდებოდნენ რომ იქ სამშვიდობები ხელს არ გაანძრევენ, ჩაიწევიან, დაგეხმარებიან რომ კოკოეთი მათ მოეწყინათ. დიახ, თუ გახსოვთ წინასწარი განცხადებები რომ კოკოეთი ყელში ამოვიდა უკვე რუსეთის მთავრობას და როგორმე უნდა ეს მოიშოროს რომ ამრავი ფული იფლანგება და იხარჯება რუსეთში და საქართველოში და ოსეთის ტერიტორიაზე და იკარგება და ესე შემდგომ და კიდევ რაღაცის იმედები ქონდა რომ თითქოს კრემლიდანაც უთვლიდნენ მას ამას მეც მითხრა თავის დროზე რაზეც მე ვუთხარი რომ აბსოლუტური სისულელეა და უმეცრობაა თუ კრემლი ოფიციალურ განცხადებას არ გააკეთეს პირადად რომც დაგირეკონ და რომც გითხრან აუცილებლად უნდა გააკეთეს დიპლომატიური განცხადება ან საგარეო საქმეთა სამინისტროდან ან როგორღაც სხვა წესით დაფიქსირდეს დოკუმენტალურად რომ რუსეთი აპირებს გადმოქცეს ოსეთის ტერიტორია სამხრეთ ოსეთის ტერიტორია მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ეს დაიჯერო წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ტიპის განცხადება არის ფარსი აი ეს იყო კომპლექსურად რომ მას სწორედ ეთამაშებოდნენ მოსკოვიდან ჩემი აზრით ან პროვოკაციას რა თქმა უნდა სწორედ ეთამაშებოდნენ მაგრამ მიზეზი და გადამწყვეტი ამის რომ ეს პროვოკაციას წამოეგო იყო ის დიდი შიში რასაც ის განიცდიდა ოპოზიციის მხრიდან რომ არ დაეკარგა საკუთარი სავარძელი და ამას ანაცვალა ყველაფერი რაც მოხდა დაიღუპნენ იქ ძალიან ძლიერი ახალგაზრდები მაგრათი ომეს ბიჭებმა მე ვიცი იქ ეხლაც არ მინდა რომ ემოციებს ავყვე მე რამდენჯერმე ამაზე თავი ვერ შემიკავებია ჩვენ ვყავდნენ ძალიან მაგარი ბიჭები და აბსოლუტურად გაუმართავი ორგანიზაციით ეს ბიჭები ლამისიქ მიატოვეს და ჩატოვეს და უამრავი ბიჭები დაიხოცნენ. დღეს როდესაც მე ამის კრიტიკას ვახერხებ, გამოდიან და ამბობენ რომ ნახეთ საქართველოს ადანაშაულებს არა, მე საქართველოს არ ვადანაშაულებ არც ერთ შემთხვევაში. მე ვადანაშაულებ ერთ კაცს სააკაშვილს კონკრეტულად და მის პოლიტიკას და მის იდეოლოგიას. აი ამის ხერხი იყო საქართველოს და ის ქართველი ბიჭებიც ვინც იქ დაიხოცნენ და ის დაკარგული ტერიტორიებიც. და არც ერთ შემთხვევაში მე ხას უსვავ შეგნებულად რომ რასაც მუდამ იმეორებენ იდეოლოგები რომ საქართველოს არ ვადანაშაულებს საქართველოს არც ერთ შემთხვევაში, მხოლოდ სააკაშვილს და მე რუსეთს. როგორ ფიქრობთ? ევაკუაცია უნდა გაეხორციელებინათ ადამიანების თუ არა, როცა იყო საომარი ვითარება ქვეყანაში და რას მოყვა ეს ყველაფერი დაიბნა ხელისუფალი თუ უბრალოდ ეს იყო მიზანმიმართული ქმედება რომ დასავლეთისთვის თვალი აეხილათ, იმიტომ რომ ხშირად აპელირებენ ამაზე რომ დასავლეთმა კარგად დაინახა რუსეთის სახე, აი ამ ომის მერე კონკრეტულად. მე მიმაჩნია რომ შეცდომა დაიწყო იქედან რომ სააკაშვილი საერთოდ არ შიშარა და მე ახლა ამ პერიოდში და ამ დროსაც არ ხმარობ იმისთვის რომ დავაკრინო მის პიროვნება და მუდმივად ეს ფაქტია უბრალოდ და მიზეზია რეალური და ამიტომაც ვიხსენებ. ეს არის შიშარა კაცი და ყველაზე დიდი შიშის განიცდის საკუთარი სავარძლის დაკარგვისას და ეს ხდება დღესაც უამრავ სისულელებს რომ ჩადის და რაც მოხდა გორში რაც დამისვით თქვენ პირველი კითხვა რაც ხდება ქართლის სოფლებში დღეს და როგორ ებრძვის ის საკუთარ მოსახლეობას ქვებით და დედის გინებით ესეც მისი შიშის შედეგია რომ სავარძლის დაკარგვის ეშინია ზუსტად ეს მომენტი ვითარდებოდა მაშინაც სააკაშვილმა უბრალოდ შიში რომელიც განიცადა სავარძლის დაკარგვის და იმის შემდგომ ის დაპირებები და ის ავანტიურა რაზეც ის წამოეგო ასე განვითარდა ეს ყველაფერი და ამის შედეგი იყო და ის რომ ორგანიზება ვერ მოახერხეს ეს ელოდა რომ ჩემი აზრით მე არ ვიცი არ მაქვს ამის ინფორმაციები მაგრამ რასაც ამბობენ როდესაც მე ჩემს პოეზიას
ვახმოვანებ ფაქტებით ამას ამყარებენ, რომ მართლაც იყო იქ რაღაც დაპირებები, მართლაც ვიღაც გენერლები ვიღაცებს ეთამაშებოდნენ, მას სჯეროდა რომ ესე მარტივად და იოლად ჩავიდოდნენ, როგორც გადმოსცემდა ლომაია ხო გახსოვთ, როგორც ლევიტანი როგორ მოძრავდა რომ ყველა ნახევარ საათში და 15 წუთში ახალ სოფლებს რო იღებდნენ, ესენი ეგონათ ესე ჩავიდოდნენ ბოლომდე გრიალით, ესე დასრულდებოდა ყველაფერი და სააკაშვილის გამოაცხადებდით გმირად და ის გადაუვლიდა საკუთარ ოპოზიციას და შეინარჩუნებდა სავარძელს. მაგრამ როდესაც ისი არ განვითარდა და ამან ბრიყულად უკაცრავად და ჭამა და შეეშალა მაგრად და წამოვიდა იქიდან ჭარბი ძალა, აქ გამოჩნდა ჩვენი მთავარსარდალი როგორი მშიშარაა და როგორც მოიქცა. ესეც შიშზე აგებულია, მოიქცა აბსოლუტურად გაუაზრებლად, გაოგნებული და გონება დაკარგული, შესაბამისად ბიჭები მიატოვეს, არც მომარაგება იყო იქ, არც დაჭრილები გამოყავდათ, აღარც მედიცინა იყო, არაფერი აღარ ხერხდებოდა. აი გაჩვენეს როგორი მენეჯმენტი აქვთ მათ და როგორი მართვა შეუძლიათ კრიტიკულ სიტუაციებში, როგორ შეუძლიათ მართვა. აბსოლუტურად დაბნეულები და დაკარგულები იყვნენ. აი ესეთი ხელისუფლება ხო ჩვენ. მათ შეუძლიათ მართვა მაშინ მხოლოდ როდესაც ერთ კაცზე მიდიან ასი და მთელ ხელისუფლებით ძალადობას ახორციელებს ერთ ოჯახზე და რამდენიმე ოჯახზე. ასე მოახერხეს დაჩაგვრა და დათურგუნვა მთელი საქართველოს. ნაწილ-ნაწილ. აი ეს არის ომის შედეგი ბატონო ბიძინა, რომელიც დამერწმუნებით ალბათ რომ ძალიან მძიმე იყო ჩვენი ქვეყნისთვის და როგორ ებრძოლა ხელისუფლება ამ შედეგებს. შეიძლებოდა თუ არა რომ სხვა ფორმით მოეგვარებინათ, თუნდაც დევნილების ის უამრავი პრობლემა, რაც ისეც ალბათ თქვენ უფრო დაწვრილებით მოგიწევთ საუბარი. როგორ ხედავთ დღეს თქვენ დევნილების პრობლემას და მე მოგიწევთ საუბარი? კი ბატონო. კი ბატონო, მე ძალიან კარგად ვიცი და განსაკუთრებით შიდა ქართლში და ქართლში დევნილები რაც საშინელ დღეში არიან. უკაცრავად და ისე უნდა ვიხმარო სიტყვა იქ გეტოების მსგავსი რაღაც შექმნეს, იქ შესვლაც კი საშინელია და იქ ზონდერებით იმართება ძირითადად და ჩემი მიზანი საბოლოო რომ ჩვენ შედეგს მივიღებთ იმ შემთხვევაში, როდესაც ამ დევნილებს მოახერხებთ და ადამიანურ ცხოვრებას შეუქმნით და ადამიანურ პირობებს, რომ მათ მოახერხონ და დაებრუნონ ღირსება, რასაც ისინი იმსახურებენ და რაც მათ აქვთ გაკეთებული საკუთარი სამშობლოსათვის. საშინელ დღეში არიან დღეს დევნილები. მე არ მინდა სიტუაცია დაწვრილებით აღწერო. კონკრეტულად ვიცი, იქ რამდენიმე ჯგუფიც იყო, იქიდან გამოტანილი ინფორმაციაც, ისიც კი ვიცი ლუკა კურტანიძესაც ვესაუბრე, როდესაც იქ შესულები იყვნენ და ვინ მართავს, როგორ მართავს დღეს, საიდან როგორ მოდის ეს ყველაფერი საშინელ დღეში არიან. ლამის მონობაშია გადაქცეული დღეს ეს ხალხი, რომელსაც არაფერი არ დაუშავებია. ჯერ იძულებულნი გახდნენ აყრილიყვნენ საკუთარი ტერიტორიებიდან და ჯერ ამიწევი მისეს, ან როგორ აუშენეს, ან როგორ ცხოვრობენ. მოკლედ ეს არის კატასტროფა. ჩვენი ვალი, ჩვენ არათუ გავაკეთებთ და ჩვენ ვალდებულები ვართ პირველ რიგში მათ დაუდგეთ და მათ მიცეთ ღირსეული ცხოვრების საშუალება. ვალდებულია მთელი საქართველო და ხელისუფლება პირველ რიგში რომ ყველაფერი გააკეთოს იმისათვის რომ მათ ღირსეულად შეეძლოთ ცხოვრება საკუთარ ქვეყანაში. საკუთარ ქვეყანაში გახდნენ ისინი დევნილები და იქაც არადამიანურად ცხოვრობენ. დახმარების სანაცვლოდ იმ სოციალურ დახმარებას, რასაც ისინი იღებენ, ლამის ცხვირიდან ადენენ მათ და ლამის მონობას უქმდებარებენ მათ ყოფას დღეს. და მიუხედავად იმისა, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, მე უნდა დაგემთავროთ აუცილებლად ვერ შეგიდავებით ამ საკითხში. დევნილები კიდევ დიდხანს აიტანენ მსგავს გაჭირვებას და კიდევ უფრო გაჭირვებას, ოღონდაც კი როდისმე იმედი ჰქონდეთ, რომ დაბრუნდებიან თავიანთ ტერიტორიაზე. თუნდაც მიწასთან გასწორებულ ტერიტორიაზე მზად არიან ნულიდან დაიწყონ და ოღონდაც მათ მიწაზე დადგან ფეხი. მე მაინტერესებს თქვენ როგორ თვლით ამ პრობლემის მოგვარება, თუა შესაძლებელი და რა დრო დაჭირდება ამ პრობლემის მოგვარებას? ეხლა მე როგორც ვიცი, დევნილების ნაწილს დღესაც აქვს საშუალება და ამას მე მგონი უგრძალავენ. იქ არის ნაწილი დაბრუნდა, ნაწილს თქვა ამის საშუალებას არ აძლევენ და თუ თქვენ გლობალურად ხედულობაში გაქვთ ტერიტორიების დაბრუნება და ტერიტორიაზე ვლაპარაკობ პირველ რიგში, იმიტომ რომ შიდა ქართლში გადის ჩემი გადაცემა და მინდა რომ კი ბატონო. ჩვენ მომსახურება. კი ბატონო. სიტუაცია არის საკმაოდ რთული, რომ მე კონკრეტული პროექტი მოგეხსენოთ და კონკრეტული დრო დაგისახელოთ ამისგან. რა თქმა უნდა, თავ შევიკავებ ელემენტარულ მიზეზების გამო რომ ეს არის ძალიან რთული. მაგრამ მე გვიდებით ერთს რომ მოსვლიდან პირველსავე დღეს ჩვენ დავიწყებთ რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას, ჩვენ გავაღრმავებთ დიპლომატიურ და სახალხო დიპლომატიის დონეზე ჩვენს ძმებთან, ოსებთან და აფხაზებთან ურთიერთობას და დავარწმუნებთ მათ, რომ ჩვენ ვაშენებთ ისეთ ქვეყანას, რომელშიც მათ დაბრუნების საშუალება ექნებათ. მთავარი გასაღები დაბრუნების და ტერიტორიული გამთლიანების, როგორც უცნაური არ უნდა მოგეჩვენოს და როგორც უცნაური არ უნდა იყოს ისევ ქვეყნის შიგნით. ჩვენ უნდა ავაშენოთ საინტერესო ქვეყანა. რასაც ჩვენ აუცილებლად შევძლებთ. ამის გარანტიას მე გაძლევთ. თუ ვერ გეუბნებით კონკრეტულად და მე ისევ დაუბრუნდები თავშივე დავიწყო რომ ძალიან რთულია და კონკრეტული რიცხვის დასახელება როდის მოახერხებთ ჩვენ ტერიტორიების და ჩვენი ძმების დაბრუნებას საკუთარ სახლებში, ძალიან მარტივად შემიძლია აგეხსნათ და დაუსაბუთო ნებისმიერ ექსპერტს, რომ ჩვენ ისიერად დავიწყებთ სამართლიანობის აღდგენას ქვეყანაში.
სამართლას დაემსგავსება. მედია გათავისუფლდება, კონსტიტუცია ჯგუფაზე მოვა, ხელისუფლება სახალხო იქნება, ეკონომიკურ კანონებს დავხვეწავთ, საბოლოო ჯამში ჩვენ შევქმნით რეალურ თბილ კლიმატს ინვესტიციებისათვის და ძალიან სწრაფად საქართველოში დაიწყება ეკონომიკური აღორძინება. მოკლედ, დემოკრატიული ინსტიტუტებზე დაფუძნებული ქვეყნის შენებლობას დავიწყებთ ჩვენ, რომელსაც დაჭირდება გარკვეული დრო, მაგრამ 1-2 წელიწადში უკვე იგრძნობენ ქვეყნის შიგნითაც და დაინახავენ ქვეყნის გარედანაც, რომ საქართველოს ხდება საინტერესო ქვეყანა, რომ მუდმივად და განუხრელად იქნება ჩვენი ზრუნვა იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნას რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი. დახმარება გაუწიოთ სოფელს. და ყველა კუთხე კუნჭულს უნდა მივხედოთ ჩვენ. აი ამის შემდგომ, როდესაც ესეთი თბილი გახდება და საინტერესო საქართველოს, აი მაშინ შეიძლება ჩვენ რეალობად გადავაქციოთ ეს, თუ უფრო ადრე რაღაც მომენტებით ეს არ დაჩქარდა და მე ამის იმედიც მაქვს, თუმცა ამისი თქვათ ალბათობა არ არის ძალიან დიდი რომ ამაზე ვილაპარაკო. აი ასეთი განვითარებით და პირველ შემთხვევაში, როდესაც ამას დღეს ქართველები გარბიან, რომ გავხსნათ საზღვარი. კალიასკენი ხალხიც კი წავა, თუ დავეხმარებით დღეს აქ არავის აღარ დაედგომება. როგორ უნდა ურჩიოთ და როგორ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი ოსი ძმები და ჩვენი აფხაზი ძმები, რომ აქ დაბრუნდნენ, როდესაც ჩვენ თვითონ არ დაგვედგომება ამ ქვეყანაში. ჩვენ უნდა გავხადოთ საინტერესო ჩვენი ქვეყანა საცხოვრებლად პირველ შემთხვევაში და დემოკრატიული გზით, ევროპის გზით უნდა განვითარდეთ. ამ შემთხვევაში ევროპელებიც უფრო კარგად დაგვიდგებიან, რომ ნახავენ, რომ რეალური დემოკრატია და არა ეს ფასადური, რასაც სააკაშვილი ატყუებს ქართველებსაც და ევროპელებსაც შენდება საქართველოში, რეალური აღზევება მოხდება, რეალურად საინტერესო ქვეყანა გახდება, პარალელურად რუსეთთანაც ჩვენ ყველანაირად ვეცდებით დავიწყოთ სიტუაციის და ურთიერთობების დალაგება და მოვახერხოთ მათთან ურთიერთობების აღდგენა. ყველაფერი ეს კომპლექსურად აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს ტერიტორიებს და აუცილებლად მოვახერხებთ და დავაბორნებთ თავის საყვარელ ადგილებში ჩვენს დევნილებს. როდესაც თქვენ პირველად დაიწყეთ საუბარი რუსეთთან დიალოგზე, მე გაჩნდა ესეთი არგუმენტი, რომ თქვენ აპირებთ რუსეთთან დიალოგს და ეს ნიშნავს, რომ უარს ამბობთ ნატოზე. თუმცა თქვენ არაერთგზის განმარტეთ მე, მაგრამ მე ძალიან მინდა რომ შიდა ქართლის მოსახლეობის კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ნატოსთან დაკავშირებით. დიახ, მოგახსენებთ. ახლა ქალბატონ სალომ ზურაბიშვილთან მქონდა შეხვედრა თქვენთან სანამ ინტერვიუზე წავიდოდი და იქაც ვისაუბრეთ და ქალბატონი სალომეც მოგეხსენებათ, როგორი პატრიოტია საკუთარი ქვეყნის. როდესაც შევეხეთ მსგავს კითხვებს და ისიც დარწმუნებულია ჩვენს პოზიციაში, სხვათაშორის პირველი შეხვედრა ჰქონდა მე და ქალბატონ სალომეს, ესე ვთქვათ პოლიტიკური. ჩვენ არ აქვს არჩევანი. ვისაც გონია რომ საქართველოს აქვს არჩევანი ჩვენ ევროატლანტიკური გზით განვითარდებით, ეს არის ჩვენი სტრატეგია, თუ კიდევ სხვა არჩევანი გვაქვს, ძალიან სცდება. ჩვენ არ აქვს სხვა არჩევანი, რამე თუ გონიერი ადამიანი აუცილებლად იჩევს საუკეთესო და უკეთესს, როდესაც მას არჩევანი აქვს. უკეთესი დღეს კაცობრიობას არაფერი არ მოუგონია. გარდა ევროპისა და გარდა ევროატლანტიკური სივრცისა, ნატო იგულისხმება აქ. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ბედიც, ჩვენი არჩევანიც, ჩვენი სტრატეგიაც, რომლის შეცვლაც არაფრის ხარჯზე არ შეიძლება და არც ერთმა ადამიანმა ფიქრის საშუალებაც არ უნდა მისცეს საკუთარ თავს, თუ შეიძლება ამის ალტერნატივა გამოინახოს. უსაფრთხოების ხმრია ნატოს არ აყავს ალტერნატივა, ჩვენნაირი პატარა ქვეყანა აუცილებლად უნდა ცდილობდეს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რეალურად და არა ისე ფასადურად, რასაც გვარწმუნებენ ესენი წლების განმავლობაში. სანამ ომი დაიწყებოდა, მანამდე ნატოს თვითმფრინავებს კვირდებოდნენ ესენი, რომ იფრედნენ ჩვენს ცაზე და ცაში და სამაგიეროდ როგორი თვითმფრინავებიც მიიღეთ, ეს კარგად ვნახეთ. დიდი ხანი ამით გვაიმედებენ, რომ ჩვენ ნატოს წევრი გავხდებოდით და რამდენი წელიწადია უკვე ის დროები ამოიწურა უკვე, რაც ამათ დაასახელეს და ეხლა აგრძელებენ და აგრძელებენ ამას მუდმივად. არ მოხერხდება ასეთი მართლობის პირობებში. ასეთ არადემოკრატიულ ქვეყანას ნატოში არ მიიღებენ. ნატო არის სამხედრო პოლიტიკური სტრუქტურა. იქ აუცილებელი მოთხოვნა არის დემოკრატიულ ინსტიტუტებზე დაფუძნებული ქვეყნის არსებობა, რომ შევიდეთ ნატოში. კონფლიქტური რეგიონების არ არსებობა. ესეც გარკვეულწილად რა თქმა უნდა ართულებს. ამას ესე კრიტიკულად როდესაც უყურებ, ყოველთვის ოპონენტები ჩემი ბრალდებიან, რომ არსოს. რა თქმა უნდა, ერთადერთი გზაა გამოკვეთილად ვამბობ ჩვენი არის ევროპა და ნატო. არ აქვს ამას ალტერნატივა. ამავდროულად არავინ არ შეგვიცვლის ჩვენ საზღვარს რუსეთთან. და აუცილებლად და ჩვენ ვალდებული ვართ დავალაგოთ ურთიერთობები რუსეთთან და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ, მაგრამ არა ძირითადი სტრატეგიული გზის ხარჯზე, არა ევროპისა და ნატოს ხარჯზე. შესაძლებელია ეს ყველაფერი და ამის პრეცედენტები თუ გნებათ ბალტიისპირეთის რესპუბლიკები გახლავთ. რა თქმა უნდა, რუსეთს ეს არ შეავონებს და ძალიან უძალიანდებოდა და ძალიან მძიმე პოზიცია ჰქონდა მათ შემთხვევაშიც, ესევია ჩვენი შემთხვევა ძალიან გაამძაფრა სააკაშვილის რიტორიკა. არც ისეთი გაღიზიანება უნდა გამოიწვიოს, თუ სწორად მიუდგებით ჩვენ რუსეთის
ჩვენი ნატოსკენ სვლა. სააკაშვილი როგორც ხარს წითელ ნაჭერს ისე უფრიალებდა და აღიზიანებდა მუდამ, რომ აი ჩვენ ნატოში შევალ და ლამის დედის გინების ტოლფასად გაუხადა ეს რუსეთს და წყობიდან გამოიყვანა და გაამძაფრა ეს დამოკიდებულება რუსეთის. ეს ყველაფერი მოახერხა ერთმა კაცმა სააკაშვილმა. ომთან დაკავშირებით მე ბოლო კითხვას გავსამ. როგორ ფიქრობთ ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით 2003 წლამდე უფრო ახლოს ვიყავით მიზანთან თუ დღეს? თუ შევხედავთ სიტუაციას 2003 წლის, ამას დიდი ანალიზი არ ჭირდება. იმ შემთხვევაში ყველაზე ცოტა რუსეთს აღიარებული არ ქონია ეს დამოუკიდებელი ტერიტორიებად და გაცილებით უკეთესი სიტუაცია იყო. მაშინ ოკუპირებულ ტერიტორიებად არ ჩვენ მოიხსენიებდით, არ სოფლიოში არ მოიხსენიებდნენ. დღეს ამას ყველა ასახელებს მატრიცში მეც რეალურად ჩვენ მივიღეთ ოკუპირებული ტერიტორიები და რა თქმა უნდა სიტუაცია არის გაცილებით მძიმე ვიდრე იყო სააკაშვილის მოსვლამდე. სააკაშვილის და დღევანდელ მთავრობას შეეძლო სიტუაცია მის შენარჩუნებას არავითარი პრობლემა ჩემი აზრით არ ადგა, შეიძლება და გაცილებით წინ წავწეულიყავით და გაცილებით უკეთესი სიტუაცია მიგვიღო დღეს, რომ არა სააკაშვილის გაუაზრებელი ქმედებები და მატრიცში აგვისტოს ომის დროს. დაუბრუნდეთ შიდა ქართლის პრობლემებს და დაუბრუნდეთ სოფელს. მე შემთხვევით არ დამისვამს კითხვა 2003 წელთან დაკავშირებით. მაშინ არსებობდა გასაღების ბაზარი, რომელსაც ერგნეთის ბაზრობა ერქვა და რომელსაც წაშალა წინა ომის შედეგები. ამაში მე შიდა ქართლის მოსახლეობა ცალსახად დამეთანხმება და აღდგა ურთიერთობა, რაც თქვენ ბრძანეთ, დათბა ურთიერთობა ქართველებსა და ოსებს შორის. ბაზარი დაინგრა და მე რაც მოხდა თქვენ უკეთ მოგეხსენებათ, გასაღების ბაზარია ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა დღეს შიდა ქართლის მოსახლეობისთვის, თორემ ამ ადამიანებს მოსავალი მოყავთ. თქვენი მოსვლის შემთხვევაში ხელისუფლებაში ან თქვენი ხედვა იქნებ წარმოგვიდგინოთ უფრო ზუსტად რომ თქვათ, სად უნდა გაყიდონ შიდა ქართლის გლეხებმა ის მოსავალი, რომელსაც მოიყვანენ. მოგეხსენებთ და სხვათა შორის მე გორში გამოსასვლელ სიტყვას ვამზადებდი, დღესაც მუშაობდი მაგაზე და ჩემ სიტყვაში მე გორში მოგახსენებთ, რომ ჩვენ აუცილებლად ავადგენთ ერგნეთის ბაზრობას. ერგნეთის ბაზრობა არ იყო ეს მარტო ეკონომიკური მოვლენა, ეს იყო ურთიერთობის აღდგენა, რაც თქვენ კარგად ბრძანეთ თქვენ შეკითხვაში, იმ დაკარგული და დახარჯული ურთიერთობების, რომლებიც გაუგებრად ჩვენ გავანიავეთ, ჩვენს მეგობარ და ძმებ ოსებთან, ეს გარკვეულწილად არა მარტო სავაჭრო და ეკონომიკურად იყო მოხერხებული და მოსახერხებელი ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის, როგორც გასაღების, ისე შეძენის პროდუქციის, ამავდროულად ეს გარკვეულწილად ათფობდა და ამყარებდა ჩვენს ამ ბაზრის დანგრევის мотиваცია იყო, რომ კონტრაბანდა შემოდიოდა ქვეყანაში. აი ამისი დარეგულირება როგორ? რა თქმა უნდა, ეს ძალიან რა თქმა უნდა, მას იდეალურად შეიძლება. თუმცა დღეს რაც გააკეთეს ჩვენება ბაზრობაზე იქ ელემენტარულ პროდუქციის აღრიცხვა მოახერხეს და ძალიან კარგად მოახერხეს. ამაში ცუდი არაფერი არ არის, თუმცა აღრიცხვა მოდის, თუ ამაში სხვა ეჭვი არ აგეძრება, რომ ეს ამით ესენი უფრო ამით ადამიანების კონტროლს ახერხებენ, ვიდრე ფინანსური კონტროლის დაწესება ეს რეალურად რა უნდა ერგნეთში რეალურად უხეშად და ზედაპირზე დადებული რაც ხო იქ ვერ მოხდებოდა დიდი ფინანსების გადინება და დიდი თქვათ დარღვევები ეკონომიკურ სფეროში რაღაც შეიძლება დაუბალანსებელი დარჩენილიყო, მაგრამ გლიშიში ცხვარივის გაუწყვეტია პრინციპში ეს კარგი პროცესი იყო, საინტერესო პროცესი იყო და ამას ჩვენ დაუბრუნდებით არა მარტო ამას, ჩვენ მოახერხებთ და მე დიდი იმედი მაქვს ამის, რომ მოახერხებთ და ეკონომიკურ ურთიერთობას ძალიან სწრაფად აღვადგენთ რუსეთთან და რუსეთის ბაზარი უნდა გაიხსნას. ამან გაწყვიტა წელში ქართველი გლეხს არ ქონდა მზაობა და რითაც დღეს ამაყობს ჩვენი პრეზიდენტი და ისევ გვატყუებს, რომ ევროპის ბაზარი გაიხსნება ჩვენთვის და თავისუფალი ვაჭრობა იქნება. კი ბატონო, ეს მართლაც შესაძლებელია მოხდეს, მაგრამ რა უნდა გავყიდოთ ჩვენ და რა უნდა გავიტანოთ. ჩვენი პროდუქცია ესე იოლად და ესე მარტივად ვერ შევეძლოთ. სწორედ ამ კითხვის დასმას ვაპირებდი. სოფელი ზოგადად და შიდა ქართლის სოფლები. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა ჭირდება ამ სოფლებს საიმისოდ, რომ გლეხი დადგეს ფეხზე? პირველ რიგში, რაც ჭირდება, რომ ჩვენ რა თქმა უნდა ეკონომიკური იდეოლოგიითაც დავეხმაროთ და სოფელში თქვათ მეცნიერები მუშაობენ კონკრეტულად თუნდაც რაიონს, რა ჭირდება და რა კულტურები უნდა ვაწარმოოთ ამ კუთხის დახმარებასაც გავუწევთ. ანუ კულტურების გაახალგაზრდებას რატომაც არა და ამის ხედვაც გვაქვს ჩვენ და პროგრამაში ეს გაწერილი გვაქვს, მაგრამ ძირითადი და გადამწყვეტი მაინც არის, რომ ყველგან არის მეწარმე, რომელიც თვითონ კარგად გაერკვევა რა უნდა მოიყვანოს და როგორ. პირველი რაც ჭირდებათ ფული, ხელმისაწვდომი, იაფი ფული, რასაც ჩვენ აუცილებლად პირველ რიგში რასაც ვაკეთებთ. და კონკრეტულად რას ნიშნავს იაფი ფული თქვენთვის, თორემ იაფი ფული ხელისუფლებასგანაც იქნა შეთავაზებული გლეხებზე და გლეხები ცუდ დღეს ჩააყენა ამ შეთავაზებულმა ფულმა. აი სიმინდის შემოტანა ეს რაღაცები არა მხოლოდ სიმინდის შემოტანა, მანამდეც იყო იაფი კრედიტები სახელმწიფოს მხრიდან და გაცემული რა ფორმით იყო და როგორ გლეხმა თავის თავზე ვერ ასახა ეს ყველაფერი. თქვენ რას პირდებით? კრედიტი უნდა იყოს ხანგრძლივი ჯერ ერთი 10 წლიანი და უფრო მეტი. უპროცენტო ან 1-2-3%-მდე და ახლა მე განცხადება წინასწარ არ მინდა ამის
აღრიცხვენობა აუცილებლად უნდა იყოს, რამდენადაც პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა გააჩნდეს, ვინც აიღებს კრედიტს, რომ მან ეკონომიკა აწარმოოს და ეკონომიკური იყოს ეს, რომ არ გაიგონ, რომ ეს ნაჩუქარია და არ წავიდნენ თქვა და სულუქი ავტომანქანა არ ეყიდონ, რომელიც თქვა უხარია ერთ-ერთ შვილს, რომ აუცილებლად უნდა იყოს მიზნობრივი და გარკვეული კონტროლი უნდა ხორციელდებოდეს, როდესაც სხვილი საფერმერო მეურნეობის შექმნის საშუალება, მას უნდა კონდეს შეძენის საშუალება, ძირითადი საშუალებების იქ, ტრაქტორის ახნავსათესი, რაც ჭირდება ტექნიკა, შეიძლება შენობის აშენება თქვა ამისთვის. ამის შემდგომ და გარდა ამისა, იქ სადაც წვრილი გლეხული მეურნეობა და ყველგან ვერ მოხერხდება სხვილი ფერმერული მეურნეობის შემოყალიბება, აუცილებლად უნდა დავეხმაროთ, რომ მათ იოლად და მე ვფიქრობ, რამდენიმე წელიწადში უფასოდ უნდა შეეძლოთ დაქირაება ტრაქტორების დახვნა და დათესვა უნდა მოხდეს უფასოდ. დღეს ეს ლამაზი ტრაქტორები ჩამცრიული რომ აქვს, რომ გავდივართ თბილისიდან მივიდივართ იმერეთისკენ და ხოლო სანახავად რომ ყავს და ხალხი პრაქტიკულად იმით ვერ სარგებლობს, იმდენად ზვირია, რამდენიმე წელი 3 წლამდე მაინც უფასოდ უნდა მოახერხონ გლეხებმა და დახნან და დათესვან, უნდა მიიღონ სასუქი და მიიღონ შესატყვისი საწვავი. ფასი და კრედიტები უნდა აიღონ იმ სხვილმა ფერმერებმა, რომლებსაც თვითონ სურთ თავისი ძირითადი ტექნიკა შეიძინონ და ესე შემდგომ გარდა ამისა ჩვენ 3 წელიწადზე მეტია, იმის შემდგომ 4 წელიწადზე მეტია, უпроსორად, იმის შემდგომ, როდესაც მე ვიხსენებ ჩემს პირველსავე გამოსვლაში, როდესაც მე სააკაშვილს ჯერ 2 მილიარდი შევთავაზე, მე რომ შეშინდა, ნუ გეშინია, კაი ერთით მაინც დავიწყოთ მეთქი, მე ვთხარი და საკუთარ ფულს თავაზობდი, რომ სასტრაფოდ დავეხმაროთ გლეხებს, საშინელ დღეში არიან გლეხები. ყველაზე მეტი რაც მithოვია და რაზეც ვაწვევოდი იყო ეს. ეხლა ხვდები და ვაცნობიერებ, რატომაც მითხრა უარი. უნდა შემოვიტანოთ საუკეთესო თესლები და ჩვენ როდესაც სააკაშვილმა მითხრა უარი, მე დამოუკიდებლად დავიწყე ამის და ეს არ არის იოდი საქმე, იმიტომ ამას საქართველოს მასშტაბით რომ გააკეთო ეს ამას ერთი ჯგუფისგან ძალიან რთულია და ჭირდება აუცილებლად ხელისუფლება და სახელმწიფო ორგანოების ჩართვა. ამის გარეშეც ბევრი გავაკეთეთ, ჩვენ შემოვიტანეთ ძალიან ბევრი ჯიში საუკეთესო ენერგიები, თუ კი რამეა სოფლიოში, ყველაფერი გვაქვს ჩვენ და უყურებთ უკვე მესამე წელიწადია რა როგორ გაამართლებს და ამას შემდგომ უკვე დავიწყოთ მეორე წელიწადია დიდი ნაწილი არა, მაგრამ ბევრ ფერმერს უკვე დაურიგეთ უფასოდ რა თქმა უნდა ეს ენერგიები და ამის გამრავლებას და გავრცელებას ვაპირებთ ჩვენ მთელ საქართველოზე. თესლების გამოყვანა დავიწყეთ, რომელიც ძალიან რთულია და შეიძლება ყველაზე რთულიც არის იმ პროცესებში, რაც ჩვენ პრაქტიკულად არ არის. ვაზი მოგეხსენებათ ჩვენ მოახერხეთ აკუმულირება და უნდა ჩახვიდეთ და ნახოთ როგორი კარგი სანერგი გვაქვს ჩვენ. რამდენი ჯიში დავაბრუნეთ უკან საქართველოში 500 მეტი ჯიში იყო ვაზის და ჩვენ მოახერხეთ და ვაღორწინებთ ამას ყველაფერს და გამოვიყვანეთ კარტოფილის თესლი ელიტური ჯიში. მე სოფელში გაზრდილი ვარ, გლეხიშვილი ვარ და ამ პერიოდში გავაცნობიერე, მეც არ ვიცოდი ეს, როდესაც დავიწყეთ სწავლა, ჩვენ კარტოფილის გლეხები ვეღებდით, სათესლს ვიტოვებდით და წლიდან წლობამდე ამას ბუდნიდით. და იგივეს ვიმეორებდით, იმის მოსავლიანობა კნინდება და მცირდება და ძალიან მცირეა და მცირეა. ელიტური თესლის გამოყვანას რამდენიმე წელიწადი ჭირდება და ის თესლი მუშაობს ისევ რამდენიმე წელიწადი, 1, 2, 3 და მე-4 წელიწად ჩანაცვლება უნდა. გაისისთვის უკვე ჩვენ იმდენი გვაქვს უკვე გამოყვანილი და იმის წარმოება ისე გავზარდეთ, რომ ყველა გლეხს შეიძლება მივაწოდოთ უკვე უფასოდ ელიტური ჯიშის კარტოფილის თესლი. მოსავლიანობა გაიზრდება რამდენჯერმე. აი ეს ჭირდება დღეს გლეხს თანამედროვე ტექნოლოგიები, ცოტა ჭირდება, დახმარება ჭირდება და ყველაფერი კომპლექსურად მოახერხებთ იმას, რომ არათუ საკუთარ თავს შეინახავს. ბაზარიც გაივსება ჯანსაღი პროდუქციით და გარეთაც გავიტანთ. ამას ოღონდაც დრო ჭირდება და დახმარება ჭირდება. საკითხთან დაკავშირებით მეორე კითხვა მაქვს. ერთი იაფი ფული ახსენეთ თქვენთან, მაგრამ სოფლის მეურნეობა რისკ ფაქტორებთან არის დაკავშირებული. რითი ხდება ამ ფულის დაზღვევა? კარგი კითხვა და ამის ცოტა შერის. და ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხელისუფლება და ახალი პრემიერი ჩვენს პროგრამას ღებულობს 4-ზე ამრავლებს და იმის რესურსებს არ წარმოაჩენს და იმის ანალიზს არ აკეთებს, კიდევ ვერ შერაჩუნებენ, რომ დილეტანტები არიან და აზრი არ არიან. თუმცა ჩემი ნდობა კი გააჩნიათ, რაღაც მე დავწერე ის ადგილიდან გადაამრავლეს 4-ზე, მაგრამ აქ ესე მარტივად მე გადაცემაზე მითხრეს, რომ თქვენ გადაიწერეთ ბატონი გამყრელიძესგან ეს გეგმა და მე მანუმ გადაიწერა ამ ყველაფრისგან მემარჯვენეებმა მითხრეს და მე მაგათ ნათქვამის თვითონაც არ არის. აუცილებლად მეთქი ვკითხავ. მე ვკითხე გადაცემაზე, თუ გჯერათ მეთქი და კიო და კითხავ მეთქი და გეკითხე. კი ბატონო, თვითონაც არ ჯერათ მაგათ თავის ნასაუბრების. ამას მხოლოდ ხალხის გასაგონად ამბობენ გონია და ხალხს ატყუებენ, მაგრამ ხალხს მაგათი აღარ ჯერა. ამის არავითარი საბუთი არ არსებობს. პირველი დღიდან მოსვლისა, ყველაზე პირველი რაც გავაკეთე პოლიტიკაში მოსვლისა, რომ შევქმნით და ჩამოვაყალიბეთ საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი, სადაც თუკი მეცნიერი არსებობს საქართველოში, ყველა არის აკუმულირებული. გარდა ამისა, როდესაც დავაფუძნეთ საზოგადოებრივი მოძრაობა, იქ უამრავი თემატური ჯგუფი 10-ზე მეტი ჩამოყალიბდა სხვადასხვა მიმართულებებით და ისე მეცნიერების ხარჯზე და საფუძველზე ვახერხებთ ამ პროგრამების წერას და გამყრელიძისგან ვერ გადავიწერეთ, რამდენადაც ის გაგებაში არ არის მეგონი სოფლის მეურნეობის საერთოდ. მხოლოდ საუბრობს ამაზე და მით უმეტეს ვანო და ამათ გაგონილი და ზედაპირული სიტყვებით საუბარი შეუძლიათ მხოლოდ
ჩვენ სერიოზული მეცნიერული კვლევები ჩავატარეთ ამის საფუძველზე და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ და გაეცნოთ მასალებს, რამდენი მიმართულება გქონდათ, თუ გნებათ სოფლის მეურნეობაში, რამდენიმე ჯგუფი მუშაობდა მეცნიერები და ამათი შეჯერებაზე მე უამრავი დრო დავხარჯე და ძალიან ბევრი დრო დავუთმე პირადად და ყველა კვლევებს პირადად ვეცნობოდი და მონაწილეობდი ამაში და ეს არ იყო მარტივი პროცესი. საერთო პროგრამის კომპონაციაც ჩვენი კოალიციის ეხლა ხდება და დასრულდება მოკლე დროში, იქაც ჭიდილია სხვადასხვა მიმართულების მომხრეების და აქ არ არის ერთი აზრი ჩამოყალიბებული და ეს არ არის მარტივი პროცესი, ესე 5 წუთში რომ აყალიბებენ და ღრიან სიტყვებს, ესე არაა. ეს რთული პროცესია და ეს გაგრძელდება მომავალში. ამით არ დამთავრებულა ჩვენთან შესწავლის და შემეცნების პროცესი. ჩვენ ამას გავაგრძელებთ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომაც და ეს პროცესი იქნება მუდმივი. მეცნიერება გვერდით უნდა დაუდგეს მეწარმეს, გვერდით უნდა დაუდგეს გლეხებს და ჩვენ არ უნდა ჩამოვრჩეთ თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებას და მეცნიერების ფეხდაფეხ უნდა ვიაროთ თუ წინსწრებები ვერ ვიქნებით. ასე შეიძლება მხოლოდ დავეხმაროთ გლეხს და ასე შეიძლება აღორძინდეთ მხოლოდ ფერმერული და გლეხური მეურნეობა. იაფი ფულის დაზღვევაზე გკითხეთ ეს? ხო, იაფი ფულის დაზღვევა მართალი რო გითხრათ ალბათ არც მოხერხდება და ვერც უნდა მოხერხდეს. რაღაც დროზე და რაღაც ეტაპზე და რაღაც ფორმებით ჩვენ აუცილებლად უნდა მოახერხოთ რომ ფულის ამღებმა უნდა იგრძნოს ვალდებულების გრძნობა. რომ მას აკონტროლებენ, რომ ეს არის მიზნობრივი ხარჯვა უნდა მოხერხდეს. მე თუ გნებავთ შეიძლება არც გეკიდა ტელევიზიით, მაგრამ მაინც ვიტყვი რომ დიდი ილუზია არ უნდა გქონდეს ამ ფულის დაბრუნების. თავარია რომ მიზნობრივად ეხარჯებოდეს ეს ფული. თავარია რომ მიზნობრივი ხარჯვის კონტროლი მოახერხოთ ჩვენ, მაგრამ ფულის დაბრუნების ილუზია არ უნდა გაგვაშნდეს. პირიქით არ ეყოფა 1 მილიარდი ამას და არ ეყოფა პირველი მილიარდი. ჩვენ დაგვჭირდება მომავალშიც სუბსიდირება გავუკეთოთ კიდევ რამდენიმე წელიწადი რეალურად სოფელს. თუ გვინდა რომ რეალურად სოფელი ფეხზე დადგეს და თუ ჩვენ ეს მივეცით 1 ან 2 წლით ან 3 წლით და პროცენტებით ამას გამოვიგდეთ, პირიქით დავაქცევთ და ამის გავსი ქმედებები ჩვენმა ხელისუფლებამ უკვე მოახერხა და უარეს კაბალაში ჩაყარეს საცოდავი გლეხები. ეს უნდა იყოს 10 წლიანი და უფრო შორეული, მაგრამ კონტროლირებადი ფული, რომ პასუხისგებლობის გრძნობა იყოს, რომ მიზნობრივად ეხარჯებოდეს. ამოგება ამ ფულის როგორც მოხერხდება, ისე მოხერხდება, ესე ვთქვა და ამის ღრმა დაზღვევებიც ვერ მოხერხდება და არც დიდი ილუზია უნდა გქონდეს განსაკუთრებულად პირველი ინვესტიციების და პირველი დახმარების უკან ამოგებისა. მაგრამ თუ გავაღრმავებთ და გავაგრძელებთ და შემდგომ ფულს მივცემთ და კონტროლიც იქნება რეალური, აი შემდგომ ეტაპების დაზღვევაზე შეიძლება ვიფიქროთ, როდესაც ჩვენ უფრო ახლოს მივალთ რეალობასთან. მე აღარ განვაგრძობ იმ საკითხებზე საუბარს, სადაც თქვენ თვითონ ეთქვით შიდა ქართლის მოსახლეობას, მე დავსვამ იმ კითხვებს, რასაც ისინი თქვენ ვერ დაგისვამეთ. მოით ველაპარაკოთ შიდა პოლიტიკაზე. თქვენს არჩევანზე იმ გარემოცასთან, რომელიც გყავთ, მაშინ თქვენ გაავლეთ წყალგამყოფი. რა ნიშნით შეარჩიეთ გარემოცა, რომელთანაც თქვენ თანამშრომლობა დაიწყეთ? კარგი შეკითხვა. და ახლებურად გიპასუხებთ. პირველი ნიშანი და წყალგამყოფი ის იყო, რომ სიცრუე საერთოდ ჩემი ცხოვრების წყალგამყოფიც ესაა. და ნიჭიერების წყალგამყოფიც ესაა. ნიჭიერები და უნიჭების წყალგამყოფიც ესაა და პოლიტიკაშიც ეს გამოვიყენე. ელემენტარული ნიჭის მქონე ადამიანი ყველაზე ვთქვათ, მდარე ნიჭისაც კი არ ცრუობს. სიცრუეზე არ უნდა ააგოშენი ქმედება. არ უნდა ააგოშენი პროფესია სიცრუეზე. არ უნდა იცრუო და სიცრუით არ უნდა იცხოვრო. ეს იყო წყალგამყოფი ჩემთვისაც. მხოლოდ ნიღაბ-აფარებულებს უთხარი მე უარი. მხოლოდ მათ, ვინც რეალურად თანამშრომლებენ ხელისუფლებასთან და ამ დროს ოპოზიციას წარმოადგენენ. ისინი ცრუობენ. სიცრუე იყო წყალგამყოფი ჩემთვის. აი ცრუებს არ მივეცი საშუალება და არც მიცე მომავალში ჩვენთან გაერთიანებისა. სხვა ყველა დანარჩენი პარტიები მაქსიმალური შესაძლებლობა რაც ქონდა, ესეთია ჩვენი ქვეყანა დღეს, ესეთები ვართ ჩვენ. მე არ ვთვლი რომ ცუდები ვართ, თუმცა ძალიან ბევრი რამ გვაკლია, ჩვენ ძალიან ნიჭიერი ხალხი ვართ, მაგრამ ამ ეტაპზე არ აქვს პოლიტიკური გამოცდილება, არ აქვს პოლიტიკური კულტურა, რაც არსებობდა არჩევანი, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ოპტიმალური და ძალიან სწორი გავაკეთე. მაჟორიტარებს რაც შეეხება, იქ დამატებით სიცრუე უკვე ძალიან უხეში ცნებაა ეს, როგორც კოალიციას ვაყალიბებდით აქ, შეიძლება ეს ტერმინი გამოდგეს, მაჟორიტარების შერჩევის დროს პირველ რიგში სწორი ცხოვრება. ძალიან სწორი წარსული, პატიოსანი წარსული უნდა გქონდეს და ამის შემდგომ პროფესიონალიზმი. შეიძლება სწორი არ არის და ძირითადი აქცენტი და პირველი აქცენტი უნდა გეთებოდეს პროფესიონალიზმზე და ეს უფრო სწორი იყოს, მაგრამ დღევანდელობა ისეთი არეულია ქვეყანა დღეს, რომ ჩემთვის გადამწყვეტი არის მისი სწორი წარსული და პრინციპულობა. სწორი წარსული და პრინციპულობა, თუმცა პროფესიონალიზმი შეიძლება ჯობდა პირველ ადგილზე ყოფილიყო, მაგრამ ვერ მოხერხდა ამ ეტაპზე, ნელ-ნელა ეს დაიჭერს შესატყვის ადგილს და შესატყვის აქცენტებს გავაკეთებთ მომავლისთვის.
გუნდური პრინციპი ბატონო ბიძინაკი მე ზეღანაც აღნიშნე რომ ძალიან განსხვავებული ხედვის ადამიანებთან მოგიწიათ გარემოწის შექმნან ბალანსი არსებობს გუნდური პრინციპი არის თქვენს გაშენ დიახ და პირველი და ვინ ქმნის ამ ყველაფრის ვინ ხელმძღვანელობს უშუალოდ თქვენ თუ არის უფრო გუნდურად რაღაც მუშაობთ ყველანი ღებულებენ მონაწილეობას და ძალიან ბევრი საინტერესო წევრები გვყავს ჩვენს გუნდში მე არ დაგიმალავთ და თავდაპირველად გქონდათ განსხვავებული ხედები გქონდათ სხვადასხვა დამოკიდებულება მაგრამ ჩემი ცხოვრების პრინციპი და ჩემი წარმატების მიზეზიც ეს გახლდათ რომ მე მუდამ ვახერხებდი გუნდურ მუშაობას და ეს იყო ჩემი წარმატების საძინდარიც ბიზნესში თუ გნებავთ დღესაც ბევრი იკვლევს იაპონები შეგნებულად ჩამოდიოდნენ რომ ენახათ როგორი გუნდური სულისკვეთება იყო ჩემ ბიზნესში ყველგან ქართველი კაცი რუსეთში რამდენად ვახერხებდი და შეკრული გუნდი აი რასაც ქვია რუსული სიტყვა არ მინდა ვეხმარო კორპორაციული სულისკვეთება თუ რაღაც ესე ქვია ქართულად შეიძლება ისე კარგად არ ჟღერს მაგრამ ეს იყო მაქსიმალურად კარგად და იდეალურად შექმნილი ჩემ სტრუქტურებში ყველგან რუსეთში და აი ამ სხვანაირად მემუშაობა არ შემიძლია მე შემიძლია მხოლოდ გუნდური მუშაობა სხვადასხვა და განსხვავებული აზრის მოსმენა იქიდან საუკეთესო შერჩევა და ჩვენი გუნდი შეიძლება ყველას არ ქონდა ესეთი მზაობა კარგი მაგრამ დღეს ამისკენ მოწოდებულია და ჩვენ ვახერხებთ გუნდურად გადაწყვეტილებების მიღებას. ნუ იდეოლოგი ზირთადად არ დაგიმალავთ და მე ვიყავი ამის, თუმცა ძალიან ბევრი ჭვიანი და კარგი თანაგუნდელი მყავს და მომხრეები ძალიან საინტერესოები არიან. ვიდრე გუნდურ პრინციპებზე და კარგ მენეჯერზე გადავიდოდე კითხვებით, მე მინდა ერთი კითხვა დავსვა, რომელიც შიდა ქართლს განსაკუთრებით დააინტერესებს და მიზეს განმარტავ აქვე. შიდა ქართლში არსებობს ძალიან ბევრი დაჭერილი ადამიანი, იცით ალბათ თქვენ და ეს დაჭერილი ადამიანები გახლავენ ბატონი ოქროაშვილის მხარდამჭერები. თქვენ პოლიტიკაში შემოსვლისთანავე ბრძანეთ, რომ ქართული პარტია გარიგებულიაო ხელისუფლებასთან. მე მაქვს კითხვა და ეს კითხვა აინტერესებთ იმ ადამიანების ოჯახებს ალბათ, ვინც ციხეში ზის. გარიგებული იყო ოქროაშვილი ხელისუფლებასთან. აი წასვლის მომენტში რა, როდესაც გაიყვანეს საზღვარგარეთ, აი რჩება ყველაზე დიდი ეჭვი და რაც შეეხება ქართულ პარტიას, იქ მე ძირითადად ოქროაშვილზე არ ვაკეთებდი აქცენტს. ოქროაშვილი პრინციპული პიროვნებაა ჩემთვის გაცილებით, ვიდრე არის ეროსი გინძბარიშვილი. როდესაც მე ხელისუფლებასთან გარიგებაზე ვსაუბრობდი ქართული პარტიის, პირველ რიგში მხედველობაში ვყავდა ეროსი გინძბარიშვილი და მე ამ კაცს არასდროს არ ვენდობოდი და არ ვენდობი დღესაც. ოქროაშვილმა დაუშვა ჩემი აზრით შეცდომები. თუმცა მას პრინციპულობა არ აკლია, რაც მე შემიმჩნევია ხშირად, მაგრამ მან ბევრი შეცდომა დაუშვა, მას რა თქმა უნდა თავის წილი პასუხიც მოეთხოვება. ისევე როგორც მეც ნაწილობრივ სათაშოლის სააკაშვილს გარკვეულწილად მეც ვეხმარებოდი რაღაც ეტაპზე, თუმცა მე გუნდის წევრი არ ვიყავი. ოქროაშვილს გაცილებით მეტი პასუხი მოეთხოვება ამ მხრივ და ის რომ პოლიტიკური პატიმრები და ოქროაშვილის მხარდაჭერები არსებობენ და მე მათ პოლიტიკურ პატიმრებს უწოდებ დღეს და ისინი აუცილებლად იქნებიან გათავისუფლებული და უამრავია ესეთი გარდა ოქროაშვილის მხარდამჭერებისა პოლიტიკური პატიმრები ძალიან ბევრია დღეს საქართველოში. გარდა ამისა, უამრავი უსამართლო პატიმარი ვხავს ჩვენ და არც თქვენი რეგიონი გამოირჩევა ამით, იქაც უამრავია. ამის მსგავსი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში და რასაც აჭირდება დიდი ინვესტიციები და დიდი დახმარება სოფლის მეურნეობასთან განსხვავებით, ყოველგვარი ფულისა და ინვესტიციების გარეშე ძალიან სწრაფად აღვადგენთ სამართლებრივობის განცდას ქვეყანაში, რის დაკარგვასაც და მოსპობასაც ესენი ცდილობენ და რაც ხდება დღეს თქვენს რეგიონებში, ეს არის სირცხვილი. 21 საუკუნეში რაც ხდება დღეს რო ქვებით უსორდებიან განსხვავებული აზრის მქონე ხალხს, ქვებით უსორდება არა ოპონენტი ჩვენი, როგორც უნდა წარმოაჩინონ, რომ მათ აქვთ თითქოს განსხვავებული აზრი. ღმერთმა დაგვიფაროს, ნეტავ კი იყოს ესენი ზუსტად რომ დევნიან განსხვავებულ აზრს და დევნიან მოსყიდული ხალხით და ძირითადად იმით, ვინც ჩინოვნიკებად იწოდებიან და ვინც ხელისუფლებასგან არის დაქარებული. ეს არის იდეოლოგია სააკაშვილის. ეს არის სირცხვილი 21 საუკუნეში, რაც ხდება ახლა და ჩვენ ამ პროცესს თავს არ დავანებებთ, რა თქმა უნდა. და ამას მთელ სოფლიოს ვაჩვენებთ ამ კადრებს. მე კიდე ამ მომენტშიც მინდა ვისარგებლო. არ იცნობს სააკაშვილი ქართველ ხალხს. არ იცნობს სააკაშვილი ქართველებს, როგორი ჯიუტის შემტევი და მეომარი ხალხი არიან ისინი და მას ნახავს ის 15-ში გორში. დაინახავს, როგორ დააშინა და როგორ შეიძლება ქვის როლით შეაშინო ეს მეომარი ხალხი. მე დავასრულებ ჩიტა პოლიტიკაზე საუბარს. ძალიან უპრეცედენტო მიმართება გაქვთ ერთმანეთთან თქვენ და ბატონ ვანო მერაბიშვილს. თუ სატელევიზიო არხები თქვენთან მიმართებაში ყველანაირ ხერხს მიმართავენ, რომ თქვენზე ცუდი ილაპარაკონ თუ რუსული ფულის მე არ დავსვი ეს კითხვა მიზანი მიმართულად, იმიტომ რომ მე არ ვიცი. ნავის სასაცილო მგონია მე რა ვიცი. თუ გნებავთ თქვენს გიპასუხებთ. არა, არ მინდა გმადლობთ. თუ ისინი ამ გზას მიმართავენ, თუ დაუშვათ თქვენ საუბრობთ ჩემთან აგერ მთელი 1 საათია უკვე და საუბრობთ სააკაშვილის რაღაც თვისებებზე, თქვენ ბრძანეთ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მოაზროვნე ადამიანი ხელისუფლებაში და თავად იგანიშვილი მერაბიშვილმაც ბრძანა ხშირად ეშლება გვარები.
და მე არა ვარ გამონაკლისი აშკარად. თავად მე რაბიშუნაც ბრძანა რომ თქვენზე არაფერი ცუდის თქმა არ შეუძლია მან იმ დროიდან, როცა თქვენ ერთმანეთთან გქონდათ ურთიერთობა. რას ნიშნავს ეს ყველაფერი ბატონო? მოგეხსენებთ. რაც შეეხება მოაზროვნე ადამიანს, მე კიდევ ერთხელ ვასაბუთებ, ამ ხელისუფლებაშია მოაზროვნე, მაგრამ ეს არ არის ახლა ზოგადად საკაცობრიო მოაზროვნე ვაჟობშეველას არ გაუდაროთ, ის არ შეგვეშალოს. არა, თქვენ გონი რომ თქვენ მერაბიშვილი არის ჩვეულებრივი საშუალო დონის მენეჯერი, მე ვთვლი საშუალო დონის მენეჯერი და არა მაღალი და უმაღლესი დონის მენეჯერი, რაც მომბრძანეთ კორპორაციული აზროვნება, ანუ გუნდური პრინციპი 60,000 პოლიციაში ქონდა შექმნილი თუ არ ვცდები, ანუ პოლიციას ვანო ძალიან უყვარდა. ხო, მაგას აქვს თავის მიზეზები და მოდი გავულოთ პარალელი. რა ხდებოდა და რატო უყვარდათ პოლიციაში და რა ხდება საერთოდ და ვინ არის ვანო? კიდევ ერთხელ რომ და ამდენადაც ახლა პრემიერ-მინისტრი გახდა და ეკონომიკურ რეფორმებზე და ეკონომიკის აღზევებაზე აქვს პრეტენზია, ამაშიც მე ვანოს შევეცდები აქედან დავეხმარო. მე ვაძლევდი ვანოს რჩევებს. თვითონ მოდამ მოიხსენიებდა მასწავლებლად თადეიშვილის თავისას, მართლაც ამდენიმე ეკონომიკური ტერმინი მისგან გამიგონია და მე გაგვირვება გამომიხატავს. ის კი არა რომ რაღაც საოცრება აღმოუჩენია. კაცი იყო თქვათ, პოლიციის უფროსი იყო და ამ დროს ეკონომიკური GDP-ს ხმარობდა ინგლისური ტერმინით საერთო სასაქონლო პროდუქციას და მისი მნიშვნელობაც იცოდა და არა ვთქვათ რაღაც დიდი ეკონომიური წიაღსვლები და რაღაც საოცრებები აღმომიჩენია, მაგრამ ეს ჩემთვის უკვე გასაოცარი იყო და ისიც მომწონდა რომ ის არ მალავდა რომ მას ადეიშვილი ასწავლიდა ამას. ეხლა როდესაც ეკონომიკის აღზევებაზე აქვს პრეტენზია ვანოს და რაღაც ტერმინების განმეორებას ცდილობს ისე მე მას შემიძლია შევახსენო და პროგრამას თქვა თუ მე გადამიწერია მისგან თუ მან გადაიწერა ჩემსგან არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მეთოდები ეკონომიკური მართვის, რომელიც დღეს საქართველოში ჩამოყალიბებდა და ფუნქციონირებს. ამ მეთოდებით ეკონომიკა ვერ განვითარდება. ყველა ეს მეთოდი წინააღმდეგობაში მოდის ეკონომიკურ კანონებთან. მონოპოლიებითა და კარტელური შეთანხმებებით იმართება დღეს საქართველოს ეკონომიკა და ამ მონოპოლიებისა და კარტელური შეთანხმების დაფუძნებაში ვანოს აქვს ლომის წვილი, როგორც მის მასწავლებელს ადეიშვილს. აი ეს ორი კაცი ენაწილებდნენ ძირითადად და მართავდნენ ეკონომიკას. და თუ ვანო ფიქრობს რომ დასაქმების ინსტიტუტის სამინისტრო შექმნეს თუ რაღაც სასაცილო რაღაცებს კიდევ იფიქრებენ და ამით ეკონომიკა აღორძინდება, დაანებოს ამ სასაცილო ტერმინებს, სასაცილო მოგახდება. ეკონომიკა, რომელიც მათ ჩამოაყალიბეს და მის ჩამოყალიბებაში ვანოს ძალიან დიდი წვლილი აქვს და პირდაპირ მნიშვნელობითაც ძალიან დიდი ინტერესი აქვს. პირველ რიგში ამ ინტერესს უნდა შეელიონ. რა ხდება? ნუ სააკაშვილია მამამთავარი და მთავარი იდეოლოგიის შემსრულებლებია ადეიშვილი და მერაბიშვილი. მათ მოახერხეს ბიზნესის მთლიანად ფეხქვეშ გაგება და მართვა და მისაკუთრება და ძირითადი შემოსავალსაც ეს სამი კაცი იყოფს, როგორც მე წარმომიდგენია და კიდე ერთი-ორი კაცია გვერდიდან თქვა, აღარ ჩავამატებდი. ასეთი ეკონომიკა ვერ განვითარდება, ანუ შეგვიძლია გადავცეთ თქვენი ტელევიზიით. არ არსებობს თუ მათ რეალურად თუნდაც ეკონომიკის განვითარება და დაიწყონ. რამდენადაც მე ამას აუცილებლად მივაქცევ ყურადღებას. მე არ მინდა ბიზნესის დაწიოქება. მე არა ვარ ამისთვის მომართული. მე მინდა რომ ბიზნესი არ გაიქცეს ქვეყნიდან და ვინც მართავს მაქსიმალურად დარჩეს და შეინარჩუნონ ადგილები. რამდენადაც ვისაც აქვს დღეს ეს პულიც გავა და ესეც დარტყმა იქნება ჩვენი ქვეყნისათვის, მაგრამ მონოპოლიურ მართვას და კარტელურ შეთანხმებას რა თქმა უნდა მე არ შევეგუები. ეს ეკონომიკა დააფუძნეს მათ. მათი დიდი იდეოლოგიის იმის გვარსაც აღარ დავასახელებ, რომელიც ადგილ-ადგილ დიდ ეკონომიკურ ცოდნას ამჟღავნებს და ეკონომიკა რეალურად მიიყვანეს და დაანგრიეს და გააცამთვერეს ბოლომდე, აი ვანოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიმართავ რომ იქ საიდანაც ხელს ითმობს ეგაც მისი მასწავლებელიც და მისი ძირითადი იდეოლოგიც სააკაშვილი ამით ეკონომიკა ვერ აღორძინდება. თვითონ აღორძინდნენ ამით და მოახერხეს საკუთარი ოჯახებისა და საკუთარი ფინანსების აღორძინება და საქართველოს დააქციეს და დააკნინეს. ყველა მათი მეთოდები ეკონომიკური მართვის წინააღმდეგობაში მოდის რეალურ და ჯანსაღ ეკონომიკურ მოდელებთან. შესაბამისად სასაცილოა ყველა მათი განცხადება და მათ რიცხვში ვანოსიც, რომელიც მე გამოვარჩევ ამ ხელისუფლებიდან და არა ზოგადად, რომ არ არის უნდერკინდი ვანო, ესეც წარმოდგენა მე შეგექმნებათ, მაგრამ ამ ხელისუფლებისთვის არის ერთ-ერთი მოაზროვნე კაცი, რომელსაც ბალანსები შეუძლია და ესეც აქედანაც გაიყვანეს და მოაშორეს. ესეც ისევ სააკაშვილის მორიგის სისულელია თუ გნებავთ, ესეც სიტყვას ვიტყვი, რომ პოლიციას ნამდვილად ჰქონდა მაგის ხათრი და რის ხარჯზე ჰქონდა ხათრი. პოლიციაში არ ხდებოდა ჯანსაღი ურთიერთობები. ვანო, რომელიც ბიზნესიდან კარგ შემოსავლებზე ზის და ეს მონოპოლიზირებული ბიზნესი ვანოს და ადეიშვილიც, ვინც მართავენ და როგორც მართავდნენ და ეს ყველაფერი, ნაწილი ამ მართვიდან მიღებული შემოსავლების, მე ვიცი რომ ძალიან ბევრი კონვერტებით რიგდებოდა. ეს არ იყო ჯანსაღი ურთიერთობაზე აგებული და დამყარებული ურთიერთობები. მაგრამ როგორიც იყო პოლიცია რომ მთლიანად პოლიტიზირებული გახდა, ეს ვანოს იყოფნის შემთხვევაში მოხდა. და დღეს მე დავასახელე მაჟორიტარობის კანდიდატები და იქ იზორიას როლი ვთქვი და მართლაც პოლიციის რეფორმაში მას აქვს ლომის წვლილი. პროფესორი, მეცნიერი და მან შექმნეს იდეოლოგია და ჩამოაყალიბა და რაც უქნეს სააკაშვილის იდეოლოგებმა და ხარდამჭერებმა და მათ რიცხვში ვანომაც რა პოლიციაზე გვაქვს დღეს, ეს არის მათი შედეგი რეალურად. თუმცა
კიდევ ერთხელ მინდა დაუბრუნდე და გავუსვა ხაზი იმას, რომ მე მაინც ვთვლი, რომ დღევანდელ მთავრობაში ვანოს კარგი ადგილი ჰქონდა. აბალანსებდა რაღაც დოზით. კარგი ადგილი ჰქონდა სააკაშვილის ისტორიულ და გაუგებრებულ პოლიტიკაში და არა ის, რომ როდესაც მეკითხებიან საკუთარ გუნდში თუ დააბრუნებ, თუ მიიღებ და ესე შემდგომ. არა, მე გუნდი გაცილებით უკეთეს და საინტერესო მეყოლება ვიდრე ვანოა და ვიდრე ვანო წარმოადგენს. უფრო კარგი მენეჯერები მეყოლება და უფრო სწორი მენეჯერები მეყოლება შერჩეული და უფრო სწორი იდეოლოგიაზე დაფუძნებულად მომართავენ ქვეყანას. ნამდვილად არ მინდა მივაყენო შეურაცხყოფა. სააკაშვილსაც კი არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო, თქვენ წარმოიდგინეთ. მე როდესაც შიშარას ვამბობ, მართლა შიშარაა და მართლა ამ შიშის საფუძველზე დაფუძნებული იდეოლოგია და ანგრევს ეს ქვეყანას. მართლა უბედურებაა, თორემ არ შეიძლება კაცს და ვანოს დაკნინება მით უმეტეს არ მინდა. ვანოში ძალიან ბევრი პლუსია, თუ ვანო მოახერხებს სწორ პოზიციას დაიჭერს, მას შეუძლია სახე შეიძლება. ძალიან საინტერესო რამ თქვა, რომ მე ახლაც მზად ვარ პასუხი ვაგო ყველა იმ საკითხზე, რაც ჩემს უწყებაში არსებობდა და მეც მზად ვიქნები ამისთვისო. კი ბატონო, მე არ მინდა რომ პასუხების მოთხოვნა დავიწყო. არ მაქვს ეს პროცესი, არ მაქვს ეს არ მინდა მომავალშიც. ჩემი სურვილია არც მომავალში მოთხოვო პასუხი ვინმეს. ჩემი სურვილია რომ მაქსიმალურად ჩასწორდნენ და გასწორდნენ ყველანი. მე არ მინდა რომ არც ერთი ქართველი არ დაიკარგოს და არც ერთ ქართველს არ კონდეს პრობლემა საკუთარ ქვეყანაში დარჩენის და მოღვაწეობის. აი ეს არის ჩემი სურვილი. მე არა მაქვს იმის განწყობა რომ პასუხები მოთხოვო ყველას, თუმცა ამის საშუალება უამრავი არსებობს, მაგრამ მე კიდევ მოუწოდებ და ვისარგებლებ თქვენი გადაცემით, რომ მოახერხონ კიდევ გვიან არაა. ჩაადგნენ კანონის სამსახურში. დაექვემდებარონ რომ კანონს და ემსახურონ საკუთარ ხალხს. და მოახერხონ ის, რომ არ დაგხვირდეს ჩვენ პასუხი მოვთხოვოთ. თუმცა მოვთხოვოთ პასუხს ყველას, ვაფრთხილებ. ესე არ იქნება მარტივად, რომ გონიათ. რომ დღეს ანგრევენ და ხვალ თავზე ხელს გადაუსვამთ, ესე არ იქნება. კანონი მოსთხოვს ყველას პასუხს და არა პოლიტიკური დევნით. კანონით ყველას პასუხი მოეთხოვება, ესეც არის ფიქროს მოსახლეობა. იმდენი გამწარებულია. იმდენი აღშფოთებულია, რომ ჩემი სიტყვები ახლა ისე ცოტა მე თვითონ ჩავავლე და მივხვდი, რომ ისე არ გაიგონ, რომ ყველას ყველაფერი ეპათიება. პოლიტიკური დევნა არ იქნება, მაგრამ კანონდამრღვევის წინაშე და კანონის წინაშე ვისაც აქვს ბრალეულობა, ყველა პასუხს აგებს. ამიტომ კიდევ ერთხელ მოუწოდებ აი იმ ხალხს, ვისაც იყენებენ დღეს ქართლში და რომლებიც ქვებს ესვრიან და დედას აგინებენ ჩვენს მომხრეებს და აგიტატორებს, მათ მოუწევთ ამაზე პასუხი აგონ და მათ ვერ დაეხმარებათ ვერც სააკაშვილი და ვერც მერაბიშვილი. ამიტომ ჩემი დიდი თხოვნა იქნება, რომ თავი დაანებონ საკუთარ ხალხზე ხელისაწევას, ძალადობას და შეურაცხყოფას. ჩაადგნენ კანონიერების ფარგლებში. ბატონო ბიძინა მე ბოლოში კითხვას დაგისვამთ და მე ტრადიციულად გვაქვს ტრადიცია გადაცემაში იმ ტრადიციას დაუბრუნდები. ჩვენ ვისაუბრეთ ქართულ ოცნებაზე ერთ საათის განმავლობაში, ან თქვენს გეგმებზე, მაგრამ არ გვითქვამს რა ხდება ამ შენობის მიღმა აი ამ წუთებში. ხომ გითხარით გორიდან რომ მოვდიოდი, გზად მომისწრო ამბავმა რომ კარალეთში ეს ამბავი მომხდარა. შეიძლება ამ ერთ საათში რაღაც მოხდა. თქვენ ბრძანეთ ერთხელ რომ ნებიერად მოვიდაო გაზაფხული და ნებიერად მივალ თუ არჩევნებამდე. თქვენ როგორ ფიქრობთ დღეს საქართველოს მივა ნებიერად ოქტომბრის არჩევნებამდე? კარგი კითხვა და მისი ძალიან და სოთაშორის არც ერთ ჟურნალისტს არ დაუსვავს ამ ბოლო მომენტებში. ის კარგად გაიხსენეთ თქვენ ჩემი წინასწარი გამონათქვამებიც. კარგად მინდა კიდევ დავამატო და შეგახსენოთ, როდესაც მე ვამბობდი რომ ივნისის ბოლოს, ივლისის დასაწყისში სიტუაცია გადაწყდება. კარგად ქონდა გააზრებული და დანახული და იმიტომ ამბობ, სიტუაცია გადაწყდა. ხალხს შიში აღარ აქვს და ამას 15-ში ვნახავთ გორში. ნებიერად თქვია ამას, როგორც ჩვენ მივდივართ დღეს. მიუხედავად დღევანდელი მოვლენებისა, რაც ხდება ის ქვების სროლა იქ დააზიანეს, თავი გაუტეხეს და ესე შემდგომ და ის რაც ხდება ამავდროულად მოვიდნენ და ხულიგნურად წაიღეს. ხანდერად ვერ დავარქმეთ ბანკი, ჩემი ყოფილი ბანკი. ხო, აი ყველა გზებით აი ხულიგნურად წაიღეს. უნდოდა წაიღეს, მაგრამ სად წაიღებენ ამაზე არ ფიქრობენ. სად წავლენ თანაც და მე მაგით ვერაფერს ვერ დამაკლებენ და ვერ შემაჩერებენ. ნებიერად თქვია ამას. აი ისიც რომ რაღაც გაუაზრებელი ჯარებები გამოწერეს. ყველაზე დიდი ზეწოლა ჩემს მიმართ ხორციელდება. მე რა თქმა უნდა ბოდის მოვიხდი ხალხის წინაშე თუ გინებავთ დღეს ვინც დააზიანეს. და მეორე მხრიდანაც ვინც არის, ისინი ძალიან სიბრალოს გამოიწევენ ჩემი მხრიდან და იწევენ დღესაც რომ ასე დღეში არიან. რომ ესე თაბრუდახვეულები არიან და ესე ექვემდებარებიან ამ ერთი გაუაზრებელი კაცის იდეოლოგიას და მათ არ იციან და ვერაცნობიერებენ რომ პასუხისგება მოუწევთ ამაზე და ზოგიერთ ძალიან სასტიკათაც მოუწევთ პასუხისგება კანონის წინაშე. ესენი ყველანი მსხვერპლი არიან სააკაშვილის იდეოლოგიის და მისი ძალადობის და ამ ხრივ რა თქმა უნდა შენდობას მოითხოვენ ჩვენი მხრიდან მე ზონდერებიც კი მყავს ხედულობაში დღეს რომლებიც აზრზე არ არიან რასაკეთებენ და როგორ ძალადობენ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ამ ერთი კაცის გულისთვის. აი ესეც ვაცნობიერებდი, არაფერი საოცრება არ მომხდარა. ნებიერი ქვია ამას, რაც ხდება ის. ნებიერი ქვია იმას, რომ გაუაზრებლად მაჯარიმებენ და არ იციან რა ქნა. ნებიერი ქვია იმას, რომ ყველა ჩემი სტრუქტურა დააღადაღეს. ნებიერი ქვია იმას, რომ 200 მილიონი ამას თაღლითური
შედახრებით მაგრამ თუ დააყადაღებენ ანგარიშებს ყველა იმ სუბიექტის პოლიტიკური, რომელიც შედის ქართულ ოცნებაში. რა მოხდება ამ ყველაფრის შემდეგ? როცა ლეგიტიმური ფული პრაქტიკულად აღარ ექნებათ იმ პარტიებს, რომლებიც უნდა ცხოვრება გადაგრძელონ პოლიტიკურად. მანეთ ვიყავს ყველაფერი. ლეგიტიმური ფულის საშუალებას ისიც არ გვაძლევენ. თქვენ ნახეთ, დღეს კანონი ისეთ დონეზე შეცვალეს და ისე მოარგეს და მომარგეს პირადად მე რომ მაქსიმალურად ფულის ხარჯის საშუალება არ ქონებოდა და რეალურად დღეს პოლიტიკური განვითარებისათვის რომ ნახოთ რეალურად გარდა ამათ ბრეთს რო არ მოусმინოთ რაღაც სისულელებს ლაპარაკობენ რომ ასეულობით მილიონი დავხარჯეთ ესე შემდგომ რეალურად ძალიან ცოტა თანხაა დახარჯული და ამის საშუალებას არ გვაძლევენ პირადი შემონაწილებსაც კი აღადაღებენ თქვა დაწყებული პირველი შემთხვევებიდან ეხლა გოქსაძე რომელიც წლების განმავლობაში ზაზა გოქსაძე ევროსაბჭოს კომისარს შეხვდი სტეფან ფულეს და მასთან მქონდა საუბარი რომ მოუყევით მე ბღალზე დაუდგან კაც რომ 60,000 ლარი მე მგონი შესირა და შემოიტანა საკუთარ პარტიაში და უყადაღებენ ქონებას ამასაც და საიდან გახ წარმომავლობა დაასაბუთა თუ არა ფულის წყვიტავს ერთი ქალბატონი ერთი ქალი წყვიტავს მარტო არავითარი კანონი არ ექვემდებარება და არავითარი კანონი არ არსებობს აი თქვენს კითხვას უბრუნდები ძალიან შორს უპასუხე და ძალიან შორს წავედი დიახ ნებიერად ქვია ამას და ასევე ნებიერად ჩავალთ ჩვენ არჩევნებამდე ეს არის გაბრძოლება ივლისი იქნება კიდევ და ჩემი აზრით ქართლია ყველაზე მძიმე და ესეც ვიცოდით და მაინც ესე დავგეგმეთ და ესე წამოვედით რომ მათმა ბოლომდე აჩვენონ საკუთარი სახე და ქართველებს კიდევ ამით ვერ გადახავენ თუმცა ბოდის მოუხდი მე პირადად იმ შეურაცხყოფებისთვის რასაც ესენი ღებულობენ სააკაშვილის ძალადობაზე და დაქვემდებარებული ხალხისაგან და ეს სააკაშვილის პირადი შეურაცხყოფა მე ვთვლი ის გინებაც მაგის რიტორიკაა ძირითადი და ის ქვების როლაც სააკაშვილიდან მოდის და ერთი კაცია დამნაშავე ამაში თუმცა ის ხალხიც ამის ძალადობას ექვემდებარებიან და აუცილებლად კანონის წინაშე პასუხს აგებენ ნებიერი შეიძლება დავარქვათ იმას რა დღეში იყო ეს კაცი როგორ ქონდა ფეხქვეშ გაგებული ქვეყანა პირდაპირ მნიშვნელობით როგორ ქონდა მთელი ბიზნესი და ყველაფერი აბსოლუტურად აღებული და კონტროლირებადი და ის როგორც ვითარდება დღეს და სადაც მოვიყვანეთ დღეს ჩვენ ესენი და პრაქტიკულად თვითონვე ხედავენ რომ მაგათ შანსი აღარ აქვთ და თვითონვე აღარ ჯერათ საკუთარი მომავლის იმ კუთხით რომ ესენი კიდევ ხელისუფლებაში დარჩებიან რაც იყო 6 თვის და 9 თვის წინ იმასთან შედარებით ჩვენ უზარმაზარი ნაბიჯი გადავდგით ძალიან განვითარდით და ამას ქვია ძალიან ნაზი გაზაფხულის მოსვლაც და შემოდგომაც ესეთივე გვექნება მე მგონი რომ ეს უხეშობები დაახლოებით 1 თვეში დამთავრდება მოიმატებს ძალიან დამკვირვებლების რაოდენობა იქ ეუთო ჩაემატება შემოდიან ევროპელები შემოდიან ამერიკელები ეს არის მაგათი ახლა პიკი ალბათ აი რეალურად რაც თქვა და რაც ხდება დღეს ქართლში შიდა ქართლში და ქართლში რაც ხდება დღეს ეს ისინიც გრძნობენ რომ კარგავენ ბოლო პლატფორმს ესე რომ ვთქვათ და აი რაც შეუძლიათ ხედავთ არაფერიც არ შეუძლიათ ნახეთ ესეთი უბადრუკი ქმედებები დედის გინებით და ქვების როლით აი ეს არის რეალური და არა ის რისაც ეშინიათ რომ ახლა ემოვა და დააბადნებს კიდე თავიდან თელ საქართველოს ვერაფერსაც ვერ იზავენ ნებისმიერ ჩემს გადაცემას აქვს ასეთი ტრადიცია ბოლოს 2 წუთის განმავლობაში გეძლევათ საშუალება მიმართოთ შიდა ქართლის მოსახლეობას და მე დავასრულებ გადაცემა მე მინდა გავაგრძელო იგივე მუხტი სადაც ვიყავით ჩვენ გაჩერებული თქვენ კარგად ხედავთ ჩემო საყვარელო ქართველებო ვისთან გვაქვს საქმე როგორი იდეოლოგია დააფუძნა ამ კაცმა და რას უპირებს საკუთარ ქვეყანას როგორ აქვს დიდი სურვილი თუ არა ჩვენი ძალიან გააზრებული და ძალიან სწორი ქმედებისა პირველი დღიდან ერთადერთია მომართული როგორმე ქუჩაში გამოიყვანოს ხალხი და დააპირისპიროს აი ამის ოსტატები გახდნენ ესენი როგორ დაამტრიონ დაამსხვრიონ და დაჩაგრონ საკუთარი ხალხი ჩემი მიმართვაც და თხოვნაც იქნებოდა ესეთი რომ ძალიან გააზრებულად ქართველები ემოციური ხალხი ვართ ამავდროულად ჩვენ მეომარი და უშიშარი ხალხი ვართ ესენი აპირებდნენ იმ ძირითადი მუხტის მოკლას რაც ჩვენ გაგვაჩნია ისტორიულად ჩვენ მეომარი უშიშარი ხალხი ვართ ამის ჩაკლა უნდათ შიშარა კაც უნდა და ყველა ქართველი შიშარა გაეხადა ვერ მიაღწევდნენ უჩემოთაც ვერ მიაღწევდნენ მაგრამ მე ცოტა ჩემი წვლილი შემოვიტანე და შეიძლება ცოტა გავანძაფრე და დავაჩქარე მათი პროცესების დამთავრება და დასასრული ჩემი თხოვნა იქნება აზრიანად მხოლოდ აზრიანად ემოციები სიმღერა ჩვენი ქართულ სიმღერებზე გიждდები ქართულ გახურზე ხალხურის რაც ჩვენა გვაქვს გადავწიოთ გვერდზე ემოციები მხოლოდ აზრით ძალიან დაკვირვებით ძალიან გონიერად მივიღოთ გადაწყვეტილებები ის რომ ქართველებს ის არ უნდა ვაკადრო რომ არ შეგეშინდესთ აღარც გამიმეორებ ვერ შეაშენებენ ქართველებს მე ვიცი მათი ისტორია ქართველებიც განსაკუთრებით უშიშარი ხალხი არიან ჯიუტები არიან თანაც ეს სიჯუტეც აჩვენებს 15-ში მუხტს და მე მინდა ხაზი გავუსვა ამას რომ აჩვენეთ ხასიათი კიდევ ერთჯერ და ჩვენი ძალა არის მხოლოდ ჩვენს ღირსებაში მხოლოდ ჩვენს ვაჟკაცობაში ჩვენს უშიშრობაში და ძალა ერთობაშია აუცილებლად მოდით გორში
და ჩვენ ძალით ერთიანობით, ერთად დგომით უნდა ვაჩვენოთ ძლიერი მუხტი და აი ამით რაც თქვენ თქვით ნებიერად, ასე ნებიერად უნდა ჩავიყვანოთ ესენი არჩევნებამდე და ნელა ფრთხილად გავისწოროთ. აი როგორც თვრალი კაცი უნდა გაუშვა, რომელიც ახირებას ეძებს და შეიძლება დაგინგრიოს სახში რომ დაპატიჟებ და საკეიფოთ მოიყვან და მე დედის გინებას დაგიწყებს. აი ესეთი მთავრობა ყავს ზუსტად ჩვენ და ესეთი პარალელი შეიძლება გავავლოთ დღეს. როგორმე წყნარად, გონიერად, აზრით ეს ხალხი გავიყვანოთ და უარი ვათქმინოთ ძალადობაზე. გავიყვანოთ ხელისუფლებიდან, მაგრამ ჩემი სურვილი არ არის რომ ისინი გავიყვანოთ ქვეყნიდან. ან წავიყვანოთ სადღაც უბედურებაში. ჩემი სურვილია რომ მაქსიმალურად ყველა მოახერხოს და დაანებოს თავი ამ ერთი კაცის ახირებულ მხარდაჭერას. ამ ერთი ახირებული კაცის მხარდაჭერას. დაანებონ თავი სააკაშვილის დამღუპველ და კრიმინალურ იდეოლოგიის მხარდაჭერას და გატარებას. შეეშვან და გაუფრთხილდნენ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ოჯახებს და საკუთარ სამშობლოს. აი ეს მინდა მიმართო რომ აზრით, გონებით და ვაჟკაცობით და შემართებით ჩვენ უნდა მოახერხოთ და დავიბრუნოთ ჩვენი სამშობლო და დავიბრუნოთ ჩვენი ღირსება. აი ამას გვიდებით ჩვენ და აუცილებლად ყველაფერს ასეც გავაკეთებთ, რასაც ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ამ ინტერვიუსათვის და მე მინდა ჩემი გადაცემა ძალიან არაორდინალურად დავასრულო. ვიქნები კომაგი შიდა ქართლის მოსახლეობის და მოგახსენეთ შიში ნაკლებად შუაშია. ვერ გეტყვით ვინ უფრო დააშინა მოსახლეობა ხელისუფლებამ თუ ოპოზიციამ. 8 ჯერ ერთსა და იმავე გზაზე სიარული და მე შენ საკუთარ ტანზე და თავზე ზღობა იმ ყველაფრის, რასაც ხელისუფალი ერჩის დაუშვათ ოპოზიციას შენით ძალიან ცუდია. თუ თქვენ გენდოთ ხალხი და თუ თქვენ გამოგიცხადათ ნდობა არ ნიშნავს რომ დღეს გაიღვიძა შიდა ქართლის მოსახლეობაზე მოხსმის საუბარი, იმიტომ რომ იმ ხალხს ვიცნობ. ესე იგი თქვენ ავანსად გენდნენ. ეს ფრაზა კახაკახიშვილმა თქვა და დავესესხები. მე იმედი მაქვს რომ რომელი ადამიანის თქვენ გენდობათ, აუცილებლად გაუმართლებთ ნდობას და თქვენ შემდეგ ვინმეს არ მოუწევს თქმა, რომ დაშინებულია ხალხი და გაიღვიძა. კი ბატონო და ძალიან კარგად დაამთავრეთ, არ შემიძლია პატარა რეპლიკა არ გავაკეთო თქვენს გამოსვლაზე. მე შევცვალე ჩემი რიტორიკა და თქვენთან არ გამომივიდა. გამსაზრდელია დღეს ნდობის ფაქტორი და არა შიშის ფაქტორი. შიში ძალიან იოლად და მარტივად გადატეხეს ქართველებმა. მე ესეთი ვარ, რაცა ვარ. არასდროს პირობა არ დამირღვევია და ვერსად ვერ ნახავთ ჩემგან გადახილ სიტყვას, არათუ დაწერილს მოსმენილსაც კი. როგორც მოახერხებთ, მენდეთ და მე არ გეღალატებთ, ბოლომდე თქვენ